მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ერეკლე შონია. ეპიზოდში საუბარი გვექნება ძალის ადგილებზე და ძალის ნაგებობებზე. როგორ იყენებდნენ მათ უძველესი ცივილიზაციები და რა დანიშნულება შეგვიძლია ჩვენ მივცეთ მათ დღეს. ასევე საუბარი გვექნება თანამედროვე დროის გამოწვევებზე, ჩვენ როლზე მათში და უშუალოდ როგორ შეგვიძლია ჩვენ შევიტანოთ ცვლილება საერთო ველში. რო დავიწყოთ პირველ რიგში არა ბუნებრივი ძალის ადგილებით, არამედ იმ ძალის ადგილებით, სადაც უშუალოდ ადამიანი ქმნიდა რაღაც კონკრეტულ ნაგებობას, იქნებოდა ეს ტაძარი თუ უბრალოდ რაღაც სალოცავი, მაინტერესებს რანაირად იგებდნენ იმ დროინდელი ადამიანები ამის შესახებ, რომ აქ რაღაც ხდება და რა ფუნქციით აკეთებდნენ ამას. ჯერეთი თქვა თუ ტყუილობრივ ადგილებზე არ აკეთებდნენ ამ ყველაფერს, ეძებდნენ გარკვეულ ადგილს, სადაც იცვლებოდა და უშუალოდ ჯანმრთელობა, მდგომარეობა იცვლებოდა, ეწყებოდა ეს ადამიანებს ხილვა, ეწყებოდა იმ ადამიანებთან რაღაცა სასწაულის გამოჩენა ხდებოდა და უშუალოდ, ხო? და ესეთ ადგილებში მერე უკვე ეწყებდნენ ესენი ამ ადგილების გამოყენებას და იქ დაუშვებებული პრაქტიკების ჩატარებას. ერთი ვარიანტია, რომ ხედავდნენ პირდაპირ, ანა ეს გამოცხადებებით იყო სიტუაცია, ან მეორე ზომავდნენ. მესამე კიდე ვარიანტია, რომ უშუალოდ გარკვეული პრაქტიკებით, როგორც არის შიმშილობა ან მარხვა დავარქვათ, ხო, გარკვეული სულიერი პრაქტიკები, ესეთი პრაქტიკებით მედიტაციები იგივე აღწევდნენ გარკვეულ მდგომარეობას, სადაც ჩანდა ის გამოსხივებები. და უკვე იმ გამოსხივებზე უკვე შემდგომში ფიზიკაში აქვე მერე იწყებდნენ რაღაც ამ სველშეწირვას, ან რაღაც ლოცვას, გარკვეული რიტუალების ჩატარებას, ზემოქმედებას გარემოს და ადამიანზე და ამიტომ ისეთი მომენტი რომ რამე შემთხვევითობა იყოს, ახლა რას ვამოწმებთ და რასაც ვსწავლობთ ხო ამ ეს ნაგებობებს იქ შემთხვევითობა ვერ იქნება, იმიტომ რომ თუნდაც ის ველი, ის ენერგია 1 მეტრითაც არ არის განზე და უშუალოდ სხვაგან არ არის, ასწენილი არ არის და ძალიან ზუსტი კონკრეტული წერტილებია. როგორც წესი ის შენობა ნაგებობა იყენებს რა, ეს თქვათ ის ხუროთმოძღვარი იყენებდა იმ ზუსტად იმ ფორმებს იყენებდა, რომ დაესვა ზუსტად იმ გარე ამ ველების ხო და ეგ ფორმების ცოდნა საიდან მოდის? ეგ ხო გარკვეულწილად საკრალურ გეომეტრიასთანაც არის კავშირში, რომ შენ იმეორებ რაღაც ისეც, რაც სამყაროს ფუნდამენტში დებს ატომურ დონეზე და მაგას ქმნი გარეთ. და ეგ ცოდნა იმ დროინდელ ადამიანებს საიდან ქონდათ, ეგ ძველი დავიწყებული ცოდნა იყო გარე ცივილიზაციის ჩარევით მოტანილი თუ ანუ როგორ მოტანილი იყო შენ რას ფიქრობ? ფაქტი ის არის, რომ თუნდაც აი ლოგიკური გზით რო წავიდეთ, ხო? კაცობრიობა ნელა აგროვებს ცოდნას და გადასცემს და ესე ვითარდება კაცობრიობა. ეს ლოგიკური ემპირიული ყოველდღიური რაღაცა გზით მაშინ ჩვენ დღეს უფრო მაღალი განვითარების დონეზე უნდა ვიყოთ ვიდრე ჩვენი წინაპარი იგივე ხო და ამ დროს სხვადასხვა დარგში როგორიც არის მაგალითად მედიცინა როგორც არის გარკვეული ცოდნები შემონახული ფილოსოფიური ნააზრევი თუ რელიგიური როგორც არის მშენებლობა თუნდაც ხო მთელი ეს პირამიდების თემატიკები და შემდეგ გაცილებით წინ იყო მაშინ ვიდრე დღეს ვარ და დღეს ვიდრე შეგვიძლია და გამოდის რაღაცა ცოტა გაუგებარი სიტუაცია ხო მაგრამ ფაქტი ისაა რომ კაცჩუნვალის სიცოცხლე სად დაიბადა როგორ გაგრძელდა რამდენ პლანეტებზეა სად არის და ფაქტი ის არის რომ სათავეში თურმე რაღაც ცოდნა უფრო დიდი იყო ვიდრე დღეს აქვს შემორჩენილი მით უმეტეს ადამიანი რომ უფრო მეტად ახლოს იყო ბუნებასთან და ბუნების კანონებთან ბუნების დაკვირვების დროს უფრო მეც აღმოაჩენდა და უფრო მეტი კავშირი ჰქონდა უფალთან რადგანაც ადამიანი დღესდღეობით რა ინფორმირებული ძალა დავარქვათ რომ იგი არის თუნდაც თანამედროვე საშუალებებით რაც არის ინტერნეტი და შემდეგ ხო ეს ხელოვნური ინტელექტები და რაღაც კი ინფორმირებულობა იზრდება მაგრამ ეს არ არის მარტო მისი რაღაც აღმოჩენა ხო ეს ერთი მეორე ეს არ არის ის რაც სიბრძნის მომტანია სიბრძნე კიდე სხვა თემაა და აი ბუნებასთან კავშირი ხანგრძლივი თუნდაც დროის სხვანაირი აღქმა საერთოდ როცა შენ იმ ბუნებრივ ნაკადში ხარ და არ ეწინააღმდეგები ამ ნაკადს ამ დროს შენი მაკავშირებული თუნდაც თავის ტვინის შემთხვევაში ეს არის ნათხემის მხარე უკანა მხარე არის ინფორმაციულ წინასწარმეტყველებითი კავშირი უფალთან და ზუსტად ეს კავშირი სამყაროსთან უფალთან უფრო მეტად გაგზნობინებს მთელი აი ამ დიდი არსის, ესე ვთქვათ,
ასე ვთქვათ, წილი ხარ ამ სიტუაციაში და მის მონაწილე ხარ ამ ყველაფრის და ზუსტად ის დავარქვათ საკრალური გეომეტრია ხო, რომელთაც არის სამყარო აგებული და გამოამჟღავნებს თავს და ვითარდება და თან ხშირად ვამბობთ ხოლმე ესეთ ფრაზას, რომ სამყარო არის ფრაქტალური, ხო, ეს არის რა, რომ როცა ჩადიხარ და ეს ფორმები იგივე ფორმები ჩადის და მასშტაბებში უბრალოდ სხვაობა დაუშვათ არის რაღაც კოსმიური მასშტაბის დონის სიტუაცია, პლანეტარული მასშტაბის, არის ადამიანური დონის, არის ბაქტერიის დონის, ატომური, სუბატომური და ასე შემდეგ და საოცრება ის არის, რომ ამ ყველაფერს აკავშირებს ის, რომ ფორმები და მსგავსობა ხასიათის და ქცევის ხო, იმეორებს ერთმანეთს, ეგ არის სასწაული. და თუნდაც აი როცა არის ხოლმე, თუნდაც მიღებებს, როცა არის უშუალოდ ადამიანს ამოწმებ და იქ არის პრობლემატიკა პარტნიორებს შორის, ქალის ენერგიის და კაცის ენერგიას შორის, ან რაღაცა უშუალოდ სამსახურეობრივი თემატიკა, ან ქვეყნებს შორის კონფლიქტები. ხშირ შემთხვევაში მაგალითად მოყავს ხოლმე მაგალითად პლანეტების ურთიერთობა, როგორც ზემოქმედებენ ერთმანეთზე და აღმოჩნდება, რომ პლანეტარული ზემოქმედება ერთმანეთზე, თუნდაც დედამიწის და მთვარის ძალიან წააგავს იმ პარტნიორებს შორის, ოჯახურ შორის ურთიერთობებს და აი მაგალითების მოყვანა და უშუალოდ ადამიანისთვის როცა ადამიანი თვითონ ფიქრობს, რომ მასშია პრობლემატიკა და ის იგია ცუდად და იგია მარტოხელად და მთელი სამყაროს სირთულე მას აწვება, როცა ესეთი გარე მაგალითები, სამყაროსეული მაგალითები მოყავს, დაწყებული და უშუალოდ რაღაც მიკროსამყაროდან და სუბატომური სამყაროდან და მოქმედებებიდან და უშუალოდ რაც ხდება ატომებს შორის და უშუალოდ დამთავრებული ეს არის რაღაც კოსმიური დონის მასშტაბებით. აღმოჩნდება, რომ ერთნაირი პრინციპებია და ამ პრინციპების გათვალისწინების შემთხვევაში და არა მათთან წინააღმდეგობის შემთხვევაში ხდება გარკვეული მოწესრიგება, რომელიც აწესრიგებს ადამიანს შორის ურთიერთობას. და რაც კონკრეტულ შედეგებს იძლევა. ანუ ეს არ არის რაღაც ეფემერული რაღაც წარმოდგენები კაცობრიობის, რომელიც არ არის გამოყენებადი და უშუალოდ რაღაცა ძალიან მიუწვდომელი. არა, ეს არის ყველანაირ დონეზე, ყველანაირ შრეზე მოქმედი თემატიკები, რომლებიც დაწყებული ცნობიერებიდან, მედიცინიდან, მიდგომებიდან თუ ამის გამოყენებას დავიწყებთ, უფრო კარგ შედეგებზე გავალთ, მით უმეტეს ამის პერიოდია მოსული, რომ ახალი ერაა მოსული, სადაც აი ამ ღვთაებრივ ნაკადს თუ აი ამ გათვალისწინებას თუნდაც ამ გეომეტრიის, ხო, ღვთაებრივი საკრალური გეომეტრიის რაღაცა ადამიანის ცნობიერებასაც ხსნის და ხარისხსაც სulis ცხოვრების. და ეხლა რაც ახსენეს ფრაქტალურობა, ეგრევე გამახსენდა ჰერმეტიკული პრინციპი რაც არის, რაც ზემოთ იგივე ქვემოთ, რომ ერთმანეთს იმეორებს, სარკესავით რო არის და ხშირი არის პირამიდების შემთხვევაშიც, გობეკლი ტეპის შემთხვევაშიც, რომ თანავარსკვლავედებთან არიან ისინი აგებული, რომ თანხვედრაში არიან ორიონთან, სირიუსთან, ეგეთი მეებთან და ეგ ხო მიუთითებს იმაზე, რომ შენ რაც თქვი, რომ იმდროინდელი ადამიანი ძალიან ზუსტად აკვირდებოდა ციკლებს, სამყაროს კანონზომიერებას, ჰარმონიას, რომ მაგას იჭერდა და თან თითქოს აქვს ხედავ მცდელობას იმისას, რომ ზეციური ჩამოიტანო მატერიალურში და მასთან იყოს თანხვედრაში. და ამაზე რა სიტყვი, ანუ თუ არის ეგ შენობა ისედაც ძალის ადგილზე და თან მიერთებული რაც თანავარსკვლავიც, თუ რახან ძალის ადგილი არის ავტომატურად ნიშნავს, რომ ისე უერთდება, აი როგორ ხდება ეგ და დავიწყოთ იქიდან, რომ მაშინ ჩემი სპეციალობა ერთ-ერთი რომელიც ეს ანომალური მოვლენების კვლევა და ufologia, სხვა ცივილიზაციების კვლევის თემატიკა ამ კუთხით თუ ვიტყვით მე ძალიან ფრთხილობ ხოლმე და კაცობრიობას, საზოგადოებას ძალიან ფრთხილად ვაძლევ ხოლმე ინფორმაციას ფუთავ ამას რაღაც მეცნიერულ თემატიკებში. მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, ხო, ახლა ფაქტი ისაა, რომ კაცობრიობა ვერ დააგროვებდა ამ ხელოვნებას, ესეთი განვითარების ჯაჭვში ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ აქ ყოველთვის არის ომები, მომხვეჭელობა, ადამიანური აგრესია და ყოველ ჯერზე ხდება ხოლმე მცოდნების დაკარგვა. ამ დროს ჩვენ ხვდება კალენდარები, რომელიც არის 26000 წლის ციკლის კალენდარი, ხო? ან ხვდება თუნდაც რაღაცა მთის ეპოსებში რამდენიმე 1000, ესე იგი მორიგე ღმერთების რამდენიმე 1000 წლიანი ეს თქვით ციკლი მორიგეობის და უშუალოდ თითო მორიგე ღმერთი 63-64 აუგუსტად თითო მორიგე ღმერთი ჩამოდის აქ ქართულებაში რაცაა და 2 წელი მართავს სიტუაცია, 2 წელი 2000 წელი მართავს, მე სხვა და სხვა
აი ეს ცოდნა თუნდაც ავიღოთ კალენდარული თემატიკის ვერ დაგროვდებოდა, ვერ გადაეცემოდა შვილ და შვილიშვილზე დროს იყო აოხრევები, სულ იყო ტრაგედიები და ხო, აი ეს ბიბლიოთეკებს სისხლზე წვავდნენ და კი ბატონო სისხლზე მუდიარეობდა. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ იმ თავითვე იყო ინფორმაცია, კონკრეტები ხოწია შეკითხვაში საფრთხილად თქვი, მაგრამ დავარქვათ, რომ ამ პლანეტის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა სხვა ცივილიზაციებმა, რომელსაც გამზადებული ცოდნა მოიტანეს და ეს ცოდნა მერე დაკნინდა და პლუს მოიტანეს ეს გამზადებული ცოდნა მაგალითად ეს არის თუნდაც იმ ვარსკვლავეთის ცოდნის, ვარსკვლავებთან ურთიერთობის, თუნდაც ვარსკვლავების მიხედვით, თუნდაც ორიენტირების, ხო, რაც არის მაგალითად ზღვის შემთხვევაში აედთან დაკავშირებით, მედეას ეპოსთან დაკავშირებით, როცა მედეას მდევარსო და აწევენ, მაშინ გადაჭრიან ზღვას პირდაპირ მისი ძმა და ეს მდევრები, როცა მაშინ კაბოტაჟული ცრუა იყო, ეს ნიშნავს, რომ მიყვებოდნენ ეს თქვა ნაპირებს და ესე დამაცურავდნენ და ვერ ერკვეოდნენ მაშინ ბავშვად ვარსკვლავების მდებარეობაში ამ დროს იგივე კოლხეთში იყო ცოდნა გარკვეული, როცა მათ შეეძლოთ ნავიგაცია ეწარმოებიათ არათუ ეს ნაპირ-ნაპირ, არამედ ზღვები გადაესერებდნენ. აქაა საუბარი, რომ თავიდანვე იყო გარკვეული დიდი ცოდნა და ამ ცოდნის მიხედვით ერთია რომ დაუშვათ ნაგებობებს აგებდნენ, მეორეა რომ განლაგებას აკეთებდნენ მართლა იმ ცივილიზაციების და იმ თანავარსკვლავედების მიხედვით თუ ვისი წარმომადგენლები იყვნენ და ვისი დავარქვათ აქ ემისრები იყვნენ დედამიწაზე ვის რა მემორიალის ფუნქციაც მემორიალის კავშირი ხო ნუ კავშირის ინტრო თუნდაც იქ პირამიდების შესწავლის დროს არა მარტო ფორმა მისი რომელიც ქმნის გარკვეულ ენერგეტიკულ ფორმასაც არამედ თვითონ შიგთავსი რომ ნახეს და როცა დაიწყო ამ შესწავლა ეს ბოლო 200 წელი მიმდინარეობს ხო ეს აქტიური შესწავლა და მათ შორის ძალიან ბევრი თეორია გაჩნდა ამასთან დაკავშირებით ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა თუნდაც ამ პირამიდის შიგთავსი როცა გარკვეულ ადგილზე პატარა სარკოფაგია გაკეთებული და უშუალოდ იმ სარკოფაგთან მისასვლელი გზა და ის სარკოფაგი მერე უკვე 80-იანების წლების სხვა კვლევის შედეგად მეცნიერების მათ შორის მამაც კვლევდა ამ თემატიკაში ზუსტად ისეთ ადგილზე არის განთავსებული სადაც მთელი აი ამ ფორმის მიხედვით ფორმის გამოცემული გარკვეული ენერგია ზემოქმედებს და თუნდაც 80-იანებს თუ გავიხსენებ და 70-იანების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში მამაც ატარებდა ამ ექსპერიმენტებს აკადემიის შენობაში ქვემოთ თავის ლაბორატორიაში გრაფიტის ჭხირებიდან ააგო ის ფორმა პირამიდის ფორმა და იქ გარკვეული ექსპერიმენტები ტარდებოდა თუნდაც ხორცის ნაჭერზე ხომ თუნდაც ფოლადის ნაჭერზე და ეს იგივე ექსპერიმენტები რაც იყო მსოფლიოში მაშინაც ტარდებოდა იგივე შედეგებს იღებდა რომ ფოლადი თავის სიმკვრივეს რაღაცა სიმკვრივეს კი არა უბრალოდ გამძლეობას უმატებდა ხორცი არათუ პებოდა არამედ შრებოდა ესეთ ადგილზე გამოშრობას იწყებდა და ნუ სხვა ექსპერიმენტი იყო და ანუ აქაა საუბარი იმაზე რომ ეს ცოდნა როგორც ჩანს დავარქვათ რომ თუ დაუშვებთ სხვა პლანეტების სხვა სიცოცხლის არსებობას და არა მარტო ჩვენ გალაქტიკაში არამედ გარედან მოსულების უბრალოდ ამათ გარკვეული ექსპერიმენტი სახით ცხოვრება ან საჭიროების სახით ცხოვრება აქ დაუწყიათ და დაუშვათ მოუმწიფებიათ ის ცივილიზაცია რაღაც შემდგომი ნაბიჯისთვის და ეს ნაბიჯები რასაც ჩვენ ვიძახით ევოლუციური ნახტომებს ეს დღემდე მიმდინარეობს და დღემდე მიმდინარეობს კაცობრიობის შემზადება ნაწილობრივ დაუშვათ ეს არის შეიძლება იყოს ინტუიციური გზით მოსული რაც თქვი ეს არის ზუსტად იმ ცოდნებით მიღებით სამყაროსეული ცოდნის მიღებით მოსული თან გარკვეულ რეზონატორებთან ყველასთან არის რაღაც მცირე ნაწილთან და შემდეგ არის კიდე ღია გარკვეული გზები რაც არის აქტიურობა გამოჩენა ანომალური მოვლენების ან იგივე ფრინავი ხომალდების ან ასე შემდეგ რომელიც კაცობრიობას აიძულებს რომ დაუშვათ მიიღოს ინფორმაცია წინ წაწიოს თავისი დაუშვათ არა მარტო ევოლუციური თემატიკა არამედ თუნდაც ტექნიკური პროგრესი რომელიც როგორც წესი კაცობრიობის შემთხვევაში პირველ რიგში არის ხოლმე გამოყენებული სამხედრო თვალსაზრისით კაცის კულერის და უბედურების თვალსაზრისით რომ მაგრამ მგონი ეგეც უნდა გავიაროთ მოვიბეზროთ და შემდეგ მივავთ ოდესღაც ალბათ იმ პუნქტამდე როცა ამას უკვე მივცემთ იმ ფუნქციას რომელიც მეტად
გაგვიხსნის ალბათ რაღაც თვალსაწიერ სამყაროს საოცრების კი, მრავალჯერადი კონტაქტების შემთხვევაში, რომელიც აი კონტაქტორებს რო ვეძახით, რომელიც სხვადასხვა ცივილიზაციებთან ურთიერთობა, ზოგიერთი არის ჩენელერს ვეძახით, რომელიც პირდაპირ ერთვება, ზოგიერთი არის უშუალოდ ვინც პირდაპირ შეხვდა, არა მიწიერ, ჩვენთვის არა მეციერ და უშუალოდ ეს ვეძახით, ხო, არა მეციერ ცივილიზაციის წარმომადგენელს და მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ინტუიციურად იღებენ თქვა და ესენი არიან და შეფრთულები არიან როგორც ფანტასტებად, ფუტურისტებად, მომავლის ხალხ სპეციალისტებად, მაგრამ უფრო ფანტასტებად და ყველგან გადის ერთი ხაზი, რომ ეს არის ახალგაზრდა ცივილიზაცია ჩვენ შემთხვევაში, რომელიც ვითარდება, რომელიც უნდა გაიზარდოს, გადალახოს ის ბავშვური დაავადებები, აი აგრესია თუნდაც, გამოვიდეს იმ კაენისეული თემატიკიდან, რომელიც ახალგაზრდა რომ არის და ასრი რომ არის და ძმა-ძმას რო კლავს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს, ამაღლდეს საფეხურეობრივად, რომ მისი შეშვება შეიძლებაოდეს უკვე დიდ რაღაც სამყაროში და დიდ ცივილიზაციებთან, რაღაცა ძმურ, რაღაც ერთმანეთ პატივისცემით ურთიერთობაში. და რაც უფრო ახალგაზრდა ცივილიზაცია, რაც მკაცრია და იარაღტკეთებელი არსება, რადგანაც მან ამ პლანეტაზე, სადაც რამდენიმეჯერ მოხდა წარღვნა, რამდენჯერ არც ვიცით ხო საბოლოო ჯამში, მაგრამ ფაქტია, რომ არის წარღვნის შედეგები, როგორც წყლის წარღვნის, ესევე წყლის წარღვნის, ასევე ვულკანებით, ესევე რაღაცა დიდი კოსმიური რაღაც შეჯახებებით და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ აქ რამდენიმეჯერ ცხოვრება დაიბადა, შეიცვალა, გადატვირთვა მოხდა, დაიღუპა მათ შორის და ყოველ ჯერზე ეს პლანეტა, ეს თქვათ, უფრო მეტად და მეტად გახდა, ეს თქვათ, აქ სიცოცხლე შესაძლებელი გახდა, რომ თუნდაც დღევანდელი ჰომო საპიენსი რაც ვართ, ხო? ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი აქ ვინც არის, აქ მას შეეძლო ყოფა და თუნდაც მწერებს არ ქონდეს და უშუალოდ 3-4 მეტრიანი რაღაც ზომა და თუნდაც პლანეტაზე ისეთი აგრესიული რეპტილოიდური რაღაცა რასები არის, რესურსები არ არის, რაღაცა ცხოველები არ ცხოვრობდნენ, რომელიც საშიშროებას უქმნიდნენ და აქედან გამომდინარე დღესდღეობით ეს ცივილიზაცია რაც არის, ამასაც აქვს, რომ თუნდაც რელიგიურ განმოცემაში ხო, რომ წარღვნა იყო. რომ მე უფალმა აღუთქვა კაცობრიობას, რომ წარღვნით მეორედ აღარ წალეკავდა მთლიანად და აქედან გამომდინარე, აქ სიცოცხლის პირობები მზადდებოდა ამ პლანეტაზე და აქ რო გადავრჩენილიყავით, ჩვენ გვჭირდებოდა აგრესია, ჩვენ გვჭირდებოდა თავდაცვის თემატიკა, ეს როგორც ბუნებრივ რაღაც მოვლენებთან და ცხოველებთან მიმართებაში, ასევე სხვა რასებთან დავარქვათ, რომელიც მანამდე იყო, იმიტომ რომ თუნდაც თუ დაუჯერებთ ჩვენ მთის ეპოს, იქაც როცა ამბობენ ეს ცხოველები, მათ შორის ხევსურების ლეგენდებში არის ეს მომენტი, რომ აქ როცა ჩვენ დავსახდით, აქ დევები ცხოვრობდნენ, რომელსაც გვასწავლეს მეტალურგია, რაღაც პერიოდი ერთად თანაცხოვრობდნენ და მერე უკვე ერთმანეთს დაერიან და მერე ამ დევებთან ბრძოლაში მათ სიწმინდეები, წმინდანები დაეხმარნენ და ციდან ჩამოსული ღმერთები, რომლებიც უკვე დღეს ხარცალუცავების სახით არიან შემონახული ჩვენთან და საჭიროების დროს ჩვენ მათ თხოვთ გარკვეულ რაღაცას თხოვნას ვაძლევთ, რომ უშუალოდ ბრძოლაში დაგვეხმარონ, რაღაცა წვიმის მოყვანაში დაგვეხმარონ, ან პირიქით გვალვაში ან ამ შემდეგ და ისინი თავისთავად გვეხმარებენ ამ ყველაფერს. და ეგ თხოვნა ხო, მაგ ხევსურების შემთხვევაში სიტყვაზე უმეტესად შეიძლება ხდებოდა მაგ სალოცავებში, წმინდა ადგილებში, ძალის ადგილებში, ეგვიპტელების დროს შეიძლება პირამიდებში და თითქოს აი ხა რასაც აი რაც მომდის იდეები, ეგ ფორმაც რო აქვს იმას პირამიდის, იმას ესეთი თითქოს აძლიერებს იმ ნაკადს რაც იქ არის. გარკვეულწილად კიდე აძლევს რაღაც მიმართულებას, სტრუქტურას და ხელშესახებობას ფიზიკაში, რომ შემდეგ ჩვენი სურვილი რაც იქნება, ან ეს მტერი დავამარცხოთ, ან ღმერთო მომეცი ძალა, რომ ეს განსაცდელი ავიტანო, ან რაღაც ეგეთი, უფრო მეტად აძლიერებს და რა თითქოს პორტალი არის სხვა განზომილებასთან სასაუბროთ. ან რაც ცნობიერების პორტალებად შეიძლება მივიჩნიოთ ესენი, მაგრამ კაცობრიობა ამას შეიძლება იყენებდეს ძალიან თავისი ეგეთი ეგოისტური მიზნებისთვის, რომ ეხა კონფლიქტში მოვიგო, ანუ უბრალოდ არა, ეგოისტური არ არის ეს, საჭიროება. საჭიროება არის, ხო, მართალია. ეს საჭიროება და ეს არის კავშირი, ადამიანი აქ ვერ იქნება რაღაც კავშირის გარეშე, ზეცური კავშირის გარეშე და იგივე ეს რაც საკრალურ გეომეტრიაზე რაც ვისაუბრეთ, რომ ყველაფერი არის წესრიგის ქვეშ, ყველაფერი არის კავშირში ერთმანეთთან და გააჩნია რა ცნობიერება, თუ რა ხდება, როგორ ხდება, ეს ყველაფერი ღვივდება ერთმანეთთან კავშირში, შედის და ზემოქმედებს
ანუ ცulis ყველაფერს და აქედან გამომდინარე თუ აქ დასმული ცივილიზაცია დედამიწაზე მათ შორის არა თუ ერთი ცივილიზაციის მე რამე შეიძლება ძალიან ბევრი ცივილიზაცია მონაწილეობდა ამ ყველაფერში აი ამათ მაიმ აგრესიით ერთმანეთი რო არ გამოჭამონ არ დახოცონ დაუშვათ არის გარკვეული მომაწესრიგებელი თემატიკა ჩამოდის ზედიდან ხოლმე და ეს კავშირები ადამიანს და ზესას შორის აი ამ ცხოვრებას ნელ-ნელა აწესრიგებს და ამას შეიძლება რამდენიმე 1000 წელი დაჭირდეს ამ მოწესრიგებას ხო და აქედან გამომდინარე ის გაწერილი წესები ღვთაებრივი წესები ადამიანის თავისუფალი ნების თუ სხვის ნების არჩარევაში ეს ძირითადი რაღაცა წესები არის მაგრამ ამას სჭირდება ყველაფერს ადამიანი საზოგადოება მაღალ განვითარებული რომელმაც თუნდაც იმ თავისუფლების სწორედ გამოყენება იცის და ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ საუბარში როცა ზუსტად იმ ადგილებზე გადავალთ და დაახლოებით ახლა ეს რაკურსიც არის რომ აი ამ ზემოქმედებას ადამიანზე გარემოზე მისით ხალხილული ნაწილი რაც არის და თვალთ უხილავი ნაწილი ეს ენერგია და ასე შემდეგ აი ამას ვისაუბრეთ ჩვენ ახლა მომდევნო ამ საუბარში და თავარი თემაა ის რომ აქ უნდა ვიცოდეთ ეს თქვა ამ გამოსვლების სწორი გამოყენება და ეს ვერ მოხერხდება მარტო ადამიანი რომ მიუშვათ თავის ნებას და ამიტომ ის კავშირი ზეციური ყოველთვის არსებობდა თავის მომაწესრიგებელი გარკვეული პირობებით და ეს კავშირი თავისთავად ამ ცივილიზაციას ნელ-ნელა ანვითარებდა. იმიტომაც სიფრთხილე იყო ჩარევაში რომ არა მარტო იმიტომ რომ ღვთაებრივი წესრიგი არ დაიღოს და ეს თავისუფალი ნების თემატიკა არამედ თან ერთის მხრივ თავისუფალი ნება უნდა მივცეთ მეორე მხრივ კიდე ამის გამოყენება ვასწავლოთ რასაც ხო და ბავშვის გაზრდას გავს გარკვეულწილად ხო იმიტომაც ვამბობთ ხოლმე რომ კაცობრიობა იმის და მიუხედავად რომ ახლა კოსმოსში ვცდილობთ გასვლას მაინც ჯერჯერობით ემბრიონალურ დონეზეა განვითარების ეს ბოლო 200-250 წელი აკეთებს დიდ ნახტომს, მათ შორის ეს საწარმო რევოლუციები, ეს არის სოციალური რევოლუციები, პიროვნული რაღაც რევოლუციები, საზოგადოებრივი ხო, ეს არის ატომური რევოლუციის ხანა, როცა მოვიდა 40-იანებში, ეს არის შემდგომში უკვე ხა ელექტრონული ინფორმაციული და აი დღესდღეობით ეს ყველაზე ხშირი სალაპარაკო თემა რაც არის ხელოვნური ინტელექტის თემა, ესეც გარკვეული რევოლუცია, ცოდნის სფეროში რომელიც კაცობრიობას ასევე მთელი ისტორიის განმავლობაში თუ აი ესეთი ნახტომები რასაც აკეთებდა კაცობრიობა თავის დროას ამას ამ ნახტომს დადებითიც მოქონდა და ამავე დროს ბევრი ტკივრიც მოქონდა მაგრამ ეს არის გარდაუვალი გზა კაცობრიობის ევოლუციის რა განვითარების და ამ გზაზე მთავარი თემატიკაა რომ იმ მიწიერი გამოცდილება დავარქვა თუ ნახტომებისებური ზემოდან მოსული და უშუალოდ მონაპოვარი ტექნოლოგიური ხო აი ამან არ გაასწროს იმ ადამიანურ მომენტებს ზნეობრივ მომენტებს სამყაროსეულ ღვთაებრივ გარკვეულ გამაწონოსებულ მომენტებს და აი მან თუ გადაასწრო და უშუალოდ მაშინ დისბალანსი იქნება რომელიცაც საშიშროება იქნება თქვა დედამიწაზე რომ აქ რომელიმე და უშუალოდ ნაწილმა ან რომელიღაცა ცენტრმა თუ ეს არასწორად გამოიყენა მხოლოდ აგრესიაში და ამას ის რაღაცა მშვიდობის ყოფილი თემატიკა არ დააწია ზნეობრივი ღვთაებრივი ბალანსი მე უკვე საბაროს და მე ესეთი სახელმწიფო მე იღუპება ან იშლება რაც სამხედრო საბჭოთა კავშირის შემთხვევაში ან გერმანიის ფაშისტური გერმანიის შემთხვევაში პრაქტიკულად მისდასთან სწორდება და ზოგჯერ ვფიქრობთ ხოლმე როგორღაც იმ გერმანიამ გააკეთა ძალიან დიდი ნახტომი გენეტიკაში, მედიცინაში, ტექნოლოგიებში და ყველაფერში პრაქტიკულად იგი გახდა ესეთ მისტიურ კვლევებშიც მისტიურ კვლევებში იგი გახდა და უშუალოდ წინსვლელი თუნდაც ატომური ერის წინ ეს ვთქვათ იდგა და თუ იქ არა თუ დაზვერვა და არა თუ რაღაცა ასეთ გამოვა ისეთი ჩექმნიდან ის სუპერ იარაღს და მე ახლა იბატონებდნენ ხო ასევე საბჭოთა კავშირი რომელიც ერთ-ერთი პირველი გავიდა კოსმოსში კოსმოსური ერა პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის მხრებზე იდგა ესეც აი ამ თავის პიკზე კოსმოსში გაასვლის და ასე შემდეგ ზუსტად მაშინ იწყებს ნგრევას და ისეთ დონეზე დაიშალა მთელი პოსტსაბჭოთა ეს ჩვენი სივრცე რომ პრაქტიკულად გაგახსენდებათ 90-იანებში, როცა პრაქტიკულად ქვის ხანის დონემდე დავედით ჩვენ და ეხლა როცა ვაპირდები იმ სხვა ქვეყნებსაც პოსტსაბჭოურს ზუსტად იგივე პროცესებს გადიან და მეტნაკლები სირთულით ხო ჩვენ ძალიან მტკივნეულად გავიარეთ. ანუ და უცებ აი აქედან წასული ტვინები ხო იგივე წასული აქედან ამერიკაში ან ისრაელში
ქმნიან ახალ იარაღს, ახალ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, ახალ დაუშვათ ეს არის თუნდაც კოსმოსურ ხომალდებს და ასე შემდეგ. ანუ დედამიწაზე მოსული ეს ცოდნა არ იკარგება, რაღაც დოზით გადადის ერთი ხელიდან მეორეში, მაგრამ თვითონ განადგურების მასშტაბი დაუშვათ, აი ცივილიზაციური ნახტომის მერე უკან დახევის მასშტაბი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, როგორც ცალკე აღებული ქვეყნისთვის, რომელიც ძალიან წინ წაიწევა, ასევე რეგიონისთვის, ან დაუშვათ რაღაცა კონტინენტისთვის, რომელიც წინ წაიწევა თუნდაც დისბალანსს შექმნის რაღაც ტექნოლოგიურ განვითარებაში, ასევე თუ დიდი მასშტაბი გახდება კატასტროფის, შეიძლება დედამიწისთვისაც გახდეს გამანულებელი რაღაც და ისევ ქვიშხანის დონიდან წყალებში თქვა დაწყება რაღაცის, ან უკან დახევის თემატიკით. ამიტომ ეს კაცობრიობა ყოველთვის არის ესეთი საშიშროების წინაშე. ძველად როცა კაცობრიობა ატომის ძალას არ ფლობდა და არ იყო კოსმოსში გასული, ეს შიდა ბრძოლები და ომები სამყაროსთვის, კოსმოსისთვის, იქ მაცხოვრებელი რაღაცა მგონიერი არსებებისთვის, ეს აღიქმებოდა როგორც შიდა ბრძოლას, შიდა სახეობითი ბრძოლა, რომელიც იყო გარკვეულ ეს ვთქვათ, იმ სისტემას სახეობაში, დედამიწის სისტემას სახეობაში ჩაკეტილი. უფრო გაკონტროლებადი ამიტომ იქ დაუშვათ აი ეს სახეობები ხოცავდნენ ერთმანეთს, იპყრობდნენ ტერიტორიებს, მაგრამ ეს მაინც შიდა სახეობითი მომენტი იყო და არ ქმნიდა მთლიანი კოსმოსისთვის სასჭიროებას, მაგრამ მერე უკვე ტექნიკურ-ტექნოლოგიური განვითარების შემთხვევაში, როცა დაუშვათ დედამიწა განვითარდა, ან დედამიწელებმა მოითხოვეს, ესე ვთქვათ, მზაობა განაცხადეს სამყაროში, რომ ჩვენ მზად ვართ თუნდაც რადიოსიგნალის გამოსაყენებლად, ან ჩვენ მზად ვართ თუნდაც ელექტრომუხტის გამოსაყენებლად, ან ჩვენ ვართ ატომური მუხტის გამოსაყენებლად, ან ეხლა მაგალითად ვთქვათ ვართ, რომ თუნდაც რაღაცა ისეთი შემოვიღოთ კოლექტიური რაღაც ნააზრევებით, ხელოვნური შექმნად და მივამსგავსოთ ბუნებრივს, რაც არის ნოოსფერული ურთიერთობას მივამსგავსოთ და შექმნათ რაღაცა, რომელიც იაზრონებს ჩვენ მაგივრად. ამ დროს სამყარო აძლევს ამ ყველაფერს, იმიტომ ეს ინფორმაცია სამყაროში დევს, არსებობენ ცივილიზაციები, რომელიც ჩვენს მერე გაჩნდნენ და ჩვენზე ნაკლები განვითარების არის, არსებობს ცივილიზაციები, რომელიც უფრო მაღალ განვითარების არის და ამ დროს ეს იდეები, ფორმები და შინაარსები ის მიმოცვლა ხდება სამყაროში, შენ საკმარისი იყო მზად იყო ასაღებად ინფორმაცია დევს და იღებს ამას ამ ინფორმაციას ადამიანი, იგივე ბუნებიდან შეიძლება მან დააკოპიროს რაღაცა მაგალითად და ხოჭოს მე მგონია რომ სულ ეგრე ხდება. კი, აი ეს პრაქტიკული თემატიკები, ეს არის მცენარეულობის გაზდა თუ გველის მოძრაობა და ამ დროს გამოიყენოს რაღაცა ტექნიკური საშუალება შექმნას გავსი, ხო? ან თუნდაც დღეს რასაც ვამბობთ ჩვენ ეს ხელოვნური ინტელექტის თემატიკა, რომ დავაკოპირეთ ჩვენ ნოოსფერო, ან ცოდნის სფერო. ხო, ხელოვნურად ჩვენ ხელოვნურად შექმნათ რაღაც და რატომ ანუ კაცობრიობა ამისთვის შემზადდა და აიღოეს, მაგრამ სინამდვილეში იქამდე ვერ გაიზარდა, რომ დაუშვათ თავის ზნეობრივი თემატიკები დაალაგოს, ეს არის ეგოიზმი დაალაგოს, ეს არის ზომიერება შემოიღოს. ეს არის ცივილიზაცია, რომელიც კაენისებური ხარ და ძმას კლავს და ამ დროს გონია თავი განვითარებული ძალიან, იმიტომ რომ გავიდა რამდენიმე 1000 წელი, ხო, შენი წარმოდგენებით, როცა დაუშვათ კაენმა აბელი მოკლა, ამ დროს შენ გონია რომ ძალიან ცივილიზებული ხარ სხვა პლანეტების ვთქვათ კოლონიზაციას აპირებ და აქ დღეს 21 საუკუნის დასაწყისში ისევ გადასული ხარ ძმაზრის კლასზე და გარეფორმებია შეცვლილი. კი, გარეფორმებია შეცვლილი, იარაღია შეცვლილი და ამიტომ ის დაღარი დამკვირვებლები, რომლებიც ხედავენ, რომ ეს ცივილიზაცია ისევ იმ დონეზეა და ნებისმიერი რამ რაც მიეწოდა, მან გამოიყენა იარაღად საშიშია და იმის გამო რომ იგი გადავიდა უკვე ატომურ ეპოქაში და რაღაცა მას შეუძლია გახლიჩოს ატომი, ან იმოქმედოს გარემოზე, ან იგივე დავუშვათ კოლაიდერებით ჩაწვდეს იმ ატომების და ამ სამყაროს მოწყობის საიდუმლოებას და ისევ და ისევ ეს ცოდნა ისევ შეიძლება გამოიყენოს ისევ უარყოფით და სასჯად, უფრო ასე ვთქვათ, ამ სამყაროების ჩარევა, ამ სხვა სამყაროების ჩარევა ჩვენ ცხოვრებაში აქტიურდება. იმიტომ რომ უკვე ეს აღარ ითვლება შიდა სახეობით ომად, არამედ მთლიანად კოსმოსისთვის, გარკვეული კოსმოსის წესრიგისთვის, ეს ვთქვათ, დისბალანსის შემომტან რაღაცა საზოგადოებრივი ითვლები და იმიტომაც ხდება გამოჩენები და ეს გამოჩენების გააქტიურება დაახლოებით
1984 წლიდან აქტიურად არის. მანამდეც იყო მეორე მსოფლიო ომამდე რერიხების თემატიკა, რაც იყო და შამბალას თემატიკა, რაც იყო. იქაც იყო გაფრთხილება დიდი ენერგიების მოსვლაზე. წინა საუკუნის, ანუ მე-19 საუკუნის ბოლოსაც იყო და მანამდეც ცოტა ადრე იყო პრობლემატიკა, როცა იქაც რაღაცა ვარაუდობდნენ, რომ დაეცემოდა დედამიწას რაღაც დიდი ასტეროიდი ან დიდი კომეტა ან ასე შემდეგ და ანუ ყოველთვის ეს თემა ტრიალებდა, რომელიც აპოკალიფსურ თემას ვახსენებს ძალიან და სიმბოლიზმის აპოკალიფსის სიმბოლიზმი რაც არის პრაქტიკულად ეხლაც ვითარდება ხოლმე ესეთი კრიზისების პერიოდში. ერეკლი, ამაზე რა მაინტერესებს? აი, მაგალითად ძველ დროს შეიძლებოდა ეგ ცოდნა განდობოდათ ვიღაც ქურუმებს, ან იმ დროინდელ განდობილებს, ან შენ როგორც თქვი, ანუ სამყაროსგან გამოეთხოვოთ, მიეღოთ ეგ ცოდნა. ახლაც ხდება ეგ ოღონდ არ არის აუცილებელი ალბათ ეგეთ რაღაც ენერგეტიკულად ძლიერ ადგილას იყო, შეიძლება ისედაც მოგივიდეს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ხალხი ღებულობს ამ ცოდნებს, მეცნიერები, მაგრამ მე გინდა არ გინდა რაღაცნაირად ზოგს უმრუდდება ეს ცოდნა. და აი შენ როგორც თქვი, მოზდით გადაჭარბება ერთ რაღაცაში, ცუდი გამოყენება ხდება. ანუ მანდ რა მომენტი არის, ანუ უკვე სხვა ძალების ჩარევა ხდება, უშუალოდ შენ არ იყავი იმდენად ძლიერი, რომ ცოდნა მიიღე და შეგენარჩუნებინა სწორედ თუ ხავას რახან გაუზიარე, შემდეგ მოხდა ის არ იყო მზად და ცუდად გამოიყენა, ძმისკენ წავიდა, შექმნა რაღაც დამანგრეველი იარაღი. აი რა დროს ხდება ეგ თითქოს რაღაც მიტაცება ამისი, აი რაღაც ეგეთ შეგრძნება მჩება, რომ გადაეცემა, მაგრამ მე კიდე რაღაც მიტაცება ხდება. თითქოს იქაც ორი რაღაც დაპირისპირებული ძალის ის არის ბრძოლა ანუ ზოგადად კეთილის ლაბორატორიის ბრძოლა ყოველთვის არის, მით უმეტეს ესეთ სამყაროებში, სადაც ორ საწყისიანობაა დაშვებული, ღვთაებრივი ენერგია ერთმთლიანი, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს თავის თავში. ღმერთზე საუბარს ახლა აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ არ აქვს მისა წარმოდგენები, რომ რაღაც გვეთქვას. მცირედი დავინახეთ იმ ფრაქტალის რაღაც ნაწილაკი დავინახეთ და ამითი ადამიანები საუბრობთ. კიდე ერთი რაც მინდა დავამატო ეს არის, რომ ჩვენ გონია, რომ ჩვენ ვართ ინდივიდუალურები. კი, ვართ ინდივიდუალურები, ინდივიდუალურ რაღაც სცენარს წევთ, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურება ერთი დიდის მთლიანად, ეს დიდი შეიძლება იყოს ეს ჩემს შემთხვევაში ოჯახის შემთხვევაში სახელმწიფოს შემთხვევაში კაცობრიობა, კაცობრიობის შემთხვევაში ღმერთი და ასე შემდეგ. და აი ასეთ სიტუაციაში ჩვენ რო გონია მარტო ჩვენთვის ვიღებთ ინფორმაციას, ან ჩვენ გვეკუთვნის ეს არ არის, ეს არის ზუსტად გადმოცემული კაცობრიობისთვის. აი ამ სისტემას სახეობაში დედამიწაზე. ანუ კაცობრიობა ნელ-ნელა ვითარდება, როგორც თქვით. არიან რეზონატორები გარკვეული ადამიანები, რომელიც ამის გადმოტანის უნარი აქვთ. ამ ადამიანებს ახასიათებს სხვა ფერის და უშუალოდ სხვა ზომის, სხვა პოტენციალის მქონე, როგორც აურა, ესე ბიოლოგიური სხეული. ბიოლოგიური სხეული კი, იგივე ყველაფერია შიგნით, რაც არის ეს ჩვეულებრივი ადამიანის, მაგრამ გარკვეულ დატვირთვებზეა გათვლილი, უფრო მეტ დატვირთვაზე, ენერგეტიკული დატვირთვები და ასე შემდეგ გატანების უნარი, იმიტომ რომ ამ შრეებს შორის რაც ადამიანს ზემოთ იქ ანგელოზთა დასი, წმინდანები, გარდაცვლილები და ასე შემდეგ, სამყარო, უცხო ცივილიზაციები და ასე შემდეგ, ამათ ყველას თავთავისი ენერგია აქვთ, ამიტომ ამ შრეში ადამიანის სხეულს უჭირს გადატანა, ისე ადვილად მსგავსი მიღება. სპეციფიკური ტიპის ადამიანი ჭირდება. გადმოცემებით, სხვა გადმოცემებით 154,000 არის ჩვეულებრივ დროს ესეთი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია, რომ ეს იყოს ის თხელი ფენა საზოგადოების ეს არის სულიერ კულტურული რაღაც ფენა, რომელსაც მიიღავს საზოგადოება, ну სწორი გზით მიიღავს, ანუ შემოაქვს გამოგონებები, შემოაქვს პოეზია, წინასწარმეტყველება, მკურნალობა, ფილოსოფია და საბოლოო ჯამში ესე ამ ადამიანების მსახურით, ესე ვთქვათ, ეს მოღვაწეობით, ხო, ხდება საზოგადოების წარმართვა, რადგანაც ეს დანარჩენი მთელი ყველაფერი არ მინდა უხეშად თქვა ბიომასა, ეს არის გარკვეული მასა, რომელიც სიცოცხლეს ატარებს, რომელსაც პოტენციალს ატარებს, მაგრამ მას არავინ თხოვს, რომ ყველა ეს იყოს გამოღვიძებული, იმიტომ რომ ყოველი სული აქ მოსული ამ სისტემაში, ის სული მარადიული თემატიკა აქ მოსული, თავის საქმესაც აკეთებს, საზოგადოებრივ საქმესაც აკეთებს და მე რომ მიდის კიდე სად მიდის და რას აკეთებს კიდე არ ვიცი თქვენ. აი ამ ჩამოყალიბდეთ ფოკუსირება მოახდინოთ ამ ცხოვრებაზე, ანუ გამოდის რომ ყველას თავის ფუნქციონალი აქვს. არის მასიური ფუნქციონალი რაღაცაც არავინ არ თხოვს და იცხოვრე იბედნიერე, რაღაც ბავშვები გააჩინე, სიცოცხლე გააგრძელე და იყავი ბედნიერად.
არის გარკვეული ვალდებულები ან სულები, რომლებიც შეწირულებით მოქმედებენ და აქ ყოფნის დროს თავის თავს გადადებენ და ეს თავის გადადება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირად დაწყებული და ავადმყოფობით დაიწყოს, სტრესებით დაიწყოს, ან გამოცხადებებით, ან რაღაცა განოლებებით დაიწყოს. ესენი მეიწყებენ გააზრებას, რომ თუ რა ჯანჯღარი მიმდინარეობს მათზე, რა სულიერი პროცესები მიმდინარეობს, ასეთ ადამიანებს ეწყებათ გამოცხადებები, სიზმრები, სიმართლეები, ინფორმაციის მოსვლა, ზოგიერთი უცხო ცივილიზაციებსაც ხდება, ზოგიერთი წმინდანებს ხდება, გარდაცვლილებს და ანგელოზებს და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების ცხოვრება იცვლება, იმიტომ ესეთი გამოცხადება ამ ცხოვრებაში არის შოკის ტოლფასი და საერთოდ უცვლის ყველაფერს. ეს ადამიანები გარკვეულ ცოდნას იღებენ ამ ყველაფრით უფრო მეც და ხედავენ, რომ მარტო იმათი ცხოვრებისეული გზის გარდა და თუნდაც იმის იქით, რასაც მათი თვალი აღიქვავს, არის თურმე ცხოვრება, რომელიც არის კაცრად მოწესრიგებული თავის წესებით და ამაოებიდან რეალობას ხედავენ და ამ რეალობის წესებით იწყებენ ცხოვრებას, იწყება მათი გარდაქმნა, ტრანსფორმირება, სხვა სიტყვით შეიძლება ვთქვათ ფერიცვალება მათი და ესენი იწყებენ გარემოზე ზემოქმედებას. ეხლა რატო ეს თქვათ კნინდება ინფორმაცია, თქვენ კითხვას დაუბრუნდები, რომ ყოველი ეს ადამიანი აქ ყოფნისას მას თავთავის პოტენციალი აქვს, თავთავის ტრავმები აქვს, თავთავისი წინაცხოვრებების სირთულეები, ну, წინაცხოვრებას აღარ შევეხები, მაგრამ დაუშვათ წინაცხოვრებებიც იყოს, მაგრამ იმის გარდა თვითონ მონაცემი თუ მიშტოს ტვინი როგორ აქვს, რა დატვისთვის შეუძლია ტვინს იმუშაოს, ან როგორი ჩახუჭებული აქვს, მისი სული როგორი პოტენციალის მატარებელია, აქ როგორ დაზიანდა და დაზიანების შემთხვევაში, გარკვეული სტრესული ტრავმების შემთხვევაში, როგორ მოხდა ამ ტვინის გააქტიურება სხვადასხვა უბნის. ეს იქნება შუბლის ტვინის შუაწი ლოგიკა, ეს იქნება ნათხემი, მეხსიერება თუ ასე შემდეგ, ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე თუ რა გზაა გავლილი, რა სპეციალობა აქვს, რა მიდრეკილება ქონდა გენეტიკური და ასე შემდეგ, ასე ბევრი ფაქტორი, ეს ადამიანი უკვე ინდივიდუუმია გარკვეული რა, რომელსაც აქვს ეს რაც თქვით, ჩახუჭებული ტვინი და ასე შემდეგ. ანუ არის სიტუაცია, როცა ღვთაებრივი ტენდენცია მოდის დედამიწაზე, ანუ პერიოდია მოსასვლელი, რომ დაუშვათ რადიო უნდა შეიქმნას, რადიო ტალღების გამოყენება უნდა ისწავლონ და ამ დროს დაეშვა ეს ტენდენცია, რომ ეხლა ამის საჭიროება არის და აი დაუშვათ ამერიკაში მარკონი, აქეთკენ დაუშვათ პოპოვი, საბჭოთა რუსეთის ხარის დაუშვათ პოპოვი, რომელმაც უნდა მიიღოს რაღაცა რეზონატორები არიან და მათი ყურადღება კონცენტრირებულია ტალღი, რადიო ტალღებზე. სულ რამოდენიმე ადამიანია, თუ შეიძლება ერთმა მიიღოს მხოლოდ. არა, ხოდა რას ვამბობ რა, ეს ტენდენცია რომ დაშვებულია რომ ამის პერიოდია, დედამიწაზე ეს რეზონატორები იღებენ. ოღონდ ამ რეზონატორებიდან ერთი გახდა ფიზიკოსი დაუშვათ, მეორე გახდა რაღაცა ტალღების სპეციალისტი, მესამე არ გახდა და მშობლებმა წაიყვანეს ბუღალტერიაში ან პურის ცხობაში ან ჭედელი გახდა რაღაცა. ზოგმა რეალიზაცია ვერ მოახდინა. ზოგმა მოახდინა რეალიზება ამისი, ზოგმა ვერ მოახდინა ამის რეალიზება. ზოგმა აღიქვა ეს და დაუშვათ, ეხლა ადამიანები რომლებიც დაუშვათ რეალიზება მოახდინეს თავის ცხოვრებით, რომ ამასთან ახლოს არიან, ამათ ეთქმის რაღაცა, ხო? ეხლა იქ შემდეგი სირთულე ხდება, რომ რამდენად ჩახუჭებული აქვს ტვინი. იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა აი ესეთ ადამიანებთან მოდის ინფორმაცია, ერთი ხარშავს, ძალიან ბევრს ეშინია ნაბიჯის გადადგმის, ექსპერიმენტის ჩატარების, რაღაცის გამომჟღავნების და ამ დროს მეორეს არ ეშინია, უცებ მიიღო, არ არის ისე ტრავმირებული. უცებ გააკეთა ამის რეალიზება. ან ქართველების შემთხვევაში ბევრი ნიჭი მოდის, დღის განმავლობაში აი 100 ნიჭს გამოუშვებ, მიიღებ იდეას გაუშვებ და ამ დროს არსებობენ ეთნოსები, რომელსაც ესეთი ნიჭისპირების უნარი არ აქვს. და გამოდის, რომ რაღაცა ერთი მოუვა ესეთი, რაც ქართულს მოდის დღის განმავლობაში 10, იმას მოუვა ცხოვრებაში 1, იმას დაამუშავებს, იმაზე მონოგრაფიებს დაწერს, წიგნებს შეძლებს და სამყარო მას გაიცნობს და ნობელის პრემიას მას მიანიჭებს და ამას ვერც კი გაიგებს რომ არის. არა და ეს ადამიანი დაუშვათ 60-იანებში, 50-იანებში, 70-იანებში, 80-იანებში ეს აქ თბილისის პირობებში აფრქვევდა ამ ნიჭებს და რაღაც ნიშნავს. მაგრამ ვერ გაიხარა რაღაც მის მანქანა. ანუ აქ არის საუბარი რომ თუნდაც ის ბიბლიური
ეს თქვათ იგავით უნდას თუ აი ეს თესლი სად განაყოფიერდება ხო. ეს დავარდება ისე ნოყიერ ნიადაგზე თუ სად ეს მოქმედებს რომ აი ეს სამყაროდან მოსული აი ეს მომენტი ზემოდან ეს ინტუიციით გადმოცემული დავარქვათ და ბევრ სხვადასხვა ადამიანთან გადმოცემული ნიჭი სად გაღვივდა სად მოხდა ამის გამოყენება აი მაგალითად მიმდინარე სიტუაციაში არის სიტულეები რომ არის ადამიანები განსაკუთრებით კრიზისის წინ ვისაც გაეხსნა ნიჭები იყვნენ ესე იგი მანამდეც გარკვეული ცოდნის მატარებლები დიდი მამები დიდი დედები რაღაც ცოდნის მატარებლები 2017 წლის მერე უკვე წამოვიდა ახალი ტალღა ამ ადამიანების კიდე ახალი ხალხი გაღვივდა ზოგის ტვინმა გადაიტანა ეს ზოგის ტვინმა ვერ გადაიტანა ეს ჩართულობა ზოგი გაგიჟდა ზოგიერთი ანტიდეპრესანტებზე ზოგიერთი რაღაც თავი მოიკლა ზოგიერთმა ვერ გაუძლო დატვირთვებს ხო ზოგიერთთან აიქრობა დაეწყო იმ ძველი ცოდის მატარებლებთან იმ ძველ თაობასთან ზოგიერთი ერთმანეთს ეპაექრება და სულ რაღაცა ეძახიან ამას ხილების რეჟიმში არიან რომ აი მე ვამხელ ამას მე ვამხელ იმას ამას ეს აქვს ეს უთი ეს ამას ამიტომ ჯერ ამ რეჟიმში არიან მაგრამ ფაქტი ისაა რომ ამ ხალხს ჩაერთო რაღაცა რეალურად ვიცით ვინი როგორ იღებს ამას როგორი ჩახუჭებით იღებს ისე ართულებს ფორმებს მე მაგის გარდა მაგალითად თუ არის ჰუმანიტარი ტვინით მოწყობილი ის სიტყვიერად იღებს მასალას თუ იქ არის მაგალითად მათემატიკური წყობა ტვინის ის ნუმეროლოგიით იწყებს ამ ყველაფერს ჰემატრიით იწყებს რაღაცა ყველა თავისი გზით მოკლედ მაგ ინფორმაციას ანუ საბოლოო ჯამში ერთი ტენდენცია მოსული იქ ჩათესილი სხვადასხვა ნიადაგზე სხვადასხვა ეს რაღაც შედეგს გვაძლევს და აქედან გამომდინარე ზოგჯერ ხშირად ამ ხალხს ვეუბნები რომ ხალხო არ არის ამიტომ ბრძოლა ერთმანეთთან საჭირო არ ახართ ერთმანეთის კონკურენტები იმიტომ რომ მინიმუმ ეს მასალა რაც მოდის თქვენ არ გეკუთვნით ეს არის ერის საკუთრება ეს ღმერთმა გამოგზავნა რაღაც და არის ხოლმე შემთხვევები როცა ქალბატონი დაგვიწყებს რაღაც ლანძღავს ხოლმე ზოგჯერ გადაცემას წერთ ერთ-ერთ შეერთებულ ეს უნიკალურ ადამიანთან ავაკეთეთ გადაცემა ხევის ბერების ცოდნის მატარებელი რაღაც მთის ცოდნის მატარებელი და ამ დროს ვიღაც ხალი ლანძღავს ქალბატონი ლანძღავს აღმოჩნდა რომ ამ ქალბატონს წიგნი აქვს დაწერილი მე დაურეკეთ ამ ქალბატონს და ვეუბნებით რას აკეთებთ ქალბატონო რომ ეს წიგნი ეს ცოდნა თქვენ რომელიც შეაგროვეთ საქართველოში ეს თქვენ არ გეკუთვნით არც მე ეს არ არის რაღაც გარაჟი რომელიც ავტოფარეხი 90-იანებში რომელიც მივიშენეთ ეს არის სახალხო ინფორმაცია ეს არის ინფორმაცია ეს და ამიტომ ამ ინფორმაციას ანჭირდება მიდგომა ესე რომ მე ვემსახურები ხალხს და აგერ ამის შეგროვება გავაკეთეთ და თქვენია ხალხო გამოიყენეთ ეს და სხვა შემთხვევაში ეს არ არის არავის გამოგონება მარტო თან რაღაც ჰერმეტული ჩაკეტილი რაღაც ეს არის ეს მოცემული ათასობით წელი დაგროვებულია და ამიტომ ამ ხალხს მოფერებით და პატივისცემით ვეუბნები რომ ეს არ არის ჩვენი არც ჩემი არ არის თქვენი არ არის ეს არის მოცემული ეს არის ამ ხალხში დალექილი და ამის შეგროვებისას ეს არ არის ის რომ ამისი რაღაცა კაპიტალიზაცია მარტო ჩემთვის რაღაცა მოზომება ეგეთ შემთხვევები ყოფილა შენი აზრით რომ ვიღაცებს მიუღიათ ინფორმაცია გაუაზრებიათ რომ ეხა დრო არ არის ჯერ ამის გამოცხადებისთვის და ძალიან ვიწრო წრეში ინახავენ და აი მაგის ირგვლივ იქნება საიდუმლო საზოგადოებები არ ვიცი ეხა ხმააღლა ვფიქრობ მაგრამ ძალიან ვიწრო წრეში ხდება და ზიარდება ამ ინფორმაციის გაცვლა იმიტომ რომ ხდებიან რომ ეხა სიტყვაზე რადიო რო გამოიტანო საზოგადო დიდი შეიძლება არაფერი არ დაშავდეს და ბევრნაირი გამოყენება იპოვოს ზოგმა მუსიკას მოусმინოს ზოგმა ახალ ამბებს ზოგმა უბრალოდ ინფორმაცია გადაცეს მაგრამ არსებობს ალბათ ისეთი ინფორმაციები რომლებიც საჯაროდ შეიძლება ყველამ ძალიან ცუდად გამოიყენოს ზოგმა იმიტომ ვამბობთ რომ კაცობრიობა არის იარაღისკეთებელი არსება ყველაფერს ასაც იგი იგებს ხელში იყენებს იარაღისთვის ესაა დაწყებული ქვის ხანიდან დამთავრებული დღემდე ხო აქედან გამომდინარე ყოველი ახალი გამოგონება ნებისმიერ დარგში და ახლა კრიზისების დროს კარგად ხედავთ თავშეთ სამედიცინო დარგში რა ხდება იარაღისკეთების დარგში რა ხდება ხელოვნური ინტელექტის დარგში და ასე შემდეგ რომ აი ყოველ ახალ გამოგონებას ადამიანი პირველ რიგში იარაღად იყენებს რომ თუნდაც თავის ძალის რაღაცა ცენტრი გააძლიეროს მოიხვეჭოს და ასე შემდეგ და იგივე მაგალითად რადიოტექნიკის გამოყენება იგივე რადიოსალოკაციო სისტემების შექმნა პირველ რიგში იარაღად იყო გამოყენებული ეს ყველაფერი და ინტერნეტიც თვითმფრინავების და თუნდაც რაღაც აღმოსაჩენა და ნაუშად ამიტომ აქ ის მომენტი რომ კაცობრიობა ეს ყველაფერი თავისუფლად
მიიღოს და სიკეთეთი გამოიყენოს, მაშინ კაცობრიობის მაღალ დონეს, საზოგადოების დონეს ან შიდა კომუნიკაციაზე იმეწყველებდა და ესეთი ცივილიზაცია ჯერ არა ვართ ჩვენ ამ მაგრამ დონეზე კონკრეტული ასულები. ჯგუფები ხო ხო და იქნებიან იმიტომაც ალბათ. კონკრეტული ჯგუფები ყოველ ჯერზე, როცა პირველები იგდებენ ამას, ესენი იყებენ თავისი და თავის ქვეყნის, თავის გავლენის სფეროების გასაძლიერებლად. იგივე ეს უფოლოგია რაც არის, ხო, ჩემი ერთ-ერთი დარგი რაც არის, ოჯახური რაც არის, მაგალითად, ეს უფოლოგია ეს არის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევაა და ვთქვათ, რომელიც დასავლეთში ტარდება ჩვენთან, ცოტა ფართედ ტარდება და ის რაც უხილავი იყო, ყველაფერი იმას შედიოდა და აი ამ სიტუაციაში თუნდაც უფოლოგია იყო გამოყენებული როგორც ინფორმაციის მოძიების წყარო და ზემოქმედების წყარო. მასში გარკვეული დეზინფორმაციული დიდი ნაწილი იყო, რომელთაც თუნდაც მეორე ქვეყანას აზიანებდი, აჩვენებდი, რომ შენ უფრო მეტი იცი, ან მეტ ტექნიკურ ძალას ფლობდა. ძალიან გამიკვირდა ბოლო 10 წლეული, როცა რუსეთმა დაიწყო გამოცემა რენ-ტევ-ზე, მაგალითად ისეთი ინფორმაციის, რომელიც იყო გასაიდუმლოებული ბოლო 40-50 წელი და ყოველთვის მიკვირდა რა ხდება მეთქი თურმე, დაუშვათ იგივე ეს სისტემები ემზადებოდნენ ომისთვის და იქ უკვე ინფორმაციულ წნეხს გარკვეულს უშვებდნენ, რომ ჩვენ მეტი ვიცით, ჩვენ მეტი შეგვისწავლია, ჩვენ მეტი კავშირი გვაქვს, ხო და აქედან გამომდინარე ესეთი ინფორმაციული ზემოქმედება ერთი, მეორე. თუნდაც სხვა ცივილიზაციებთან ურთიერთობა გვაძლევს ყველა მიმართულებით, ესე იგი ცოდნის გაზრდის საშუალებას, რომელიც პირველ რიგში არის გამოყენებული მე, როგორც გითხარით, იარაღის წარმოებაში და ის საზოგადოება, რომელიც პირველი ჩაიგდებს გარკვეულ კოსმიურ ცოდნას, ყოველთვის საზოგადოებრივ თემატიკაში წინსვლით იქნება რა და ეს ისვლა შეიძლება ფარული იყოს ახლა ამ ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგრამ კრიზისის პერიოდში ის ისვლა შენ გამარჯვების საშუალებას გაძლევს. დაუშვათ ეს 905 წელი იაპონია რუსეთის ომი, როცა იაპონელების წინ წასული ტექნოლოგიები ან ფლოტი დაუშვათ ამარცხებს რუსეთის ამ ფლოტს, ხო? ეს შემდგომ უკვე ბლიცკრიგის თემატიკები, როცა მცირე გერმანია, მაგრამ საწარმოო სიძლიერით და ტექნოლოგიური წინსვლით თავიდან იმარჯვებს, ესე თქვა, საბჭოთა კავშირზე, სანამ არ მოხდა რაღაც იქ მართლა ქართული გენიის გამოღვიძება და მთელი ქვეყნის მობილიზება. ეს არის თუნდაც ბოლო პერიოდი რო ავიღოთ, ეს არის მაგალითად ის რომ ქვეყნებმა დაუშვათ დაიწყეს ინფორმაციული სისტემების გამოყენება. ამ ინფორმაციული სისტემების გამოყენებით აი მოხდა ის რომ მთელი შეგროვებული მასალა რაც იყო დაუშვათ 80-იანი წლებისთვის, ამის გამოყენება დაიწყო 90-იანი წლებისთვის და დაიწყო თუნდაც ჰოლივუდმა აქტიურობა, რომ დაიწყო ფილმების შექმნა, რომელიც ეხებოდა კატაკლიზმებს, უბედურებას, აპოკალიფტურ პერიოდებს, უცხოპლანეტელების ასეთ აგრესიულ ჩამოსვლას და ასე შემდეგ. საბჭოთა იმაში, რა ქვია, ფანტასტიკაში იქ სხვანაირად იყო უცხოპლანეტელები ნაჩვენები, როგორც ჩვენი დამხმარე ძალები, რომლებიც თავისივე პრობლემებს და თავისივე გამოცდილებას გვიზიარებდნენ და აქ სიმშვიდე უნდათ. ეხლა ჰოლივუდშიც და იყო ყოველთვის დაპყრობითი მომენტები ნაჩვენები. ჰოლივუდის გარდა ბოლო 30 წელი მოხდა კომპიუტერული სისტემების განვითარება და იქ ჩვენ ხედავთ კარგად, როცა ქსელური თამაშები და ზოგადად თამაშები მომართულია იქ ტანკების ტარებაზე და უშუალოდ იქ ხომალდების ტარებაზე, იქ ბრძოლაზე, კეთილსა და ბოროტსა შორის და ასე შემდეგ და იქ მთელი თაობა გაიზარდა, რომელიც კომპიუტერიზებულია და თუნდაც ამ გაჯეტებით იგი ერთობა და ამ დროს ტანკებს ატარებს მაგალითად ეს ხალხი და მეც მოწონს ხო, გასაგებია. იბძვიან და ხშირ შემთხვევაში იმ ძველ თაობას ეს არ მოწონს. იგივე ჩემ თაობას მე მირჩევნია რომ ბავშვი ეზოში თამაშობდეს, ჩხუბობდეს, რაღაცა შვებოდეს, რაღაცა რომ იქ ყოველ სოციუმში იყოს გამობრძმენელი, მაგრამ მოვიდა პერიოდი, როცა მაქსიმალურად ესენი გადაერთენ რაღაც ვირტუალურ თემატიკაზე და ერთის მხრივ ჩვენ ეს არ მოგწონს, მაგრამ მეორე მხრივ როგორც კი დაიწყო კონფლიქტები უკვე დედამიწაზე, ხო? ეს არის დაუშვათ რუსეთ-უკრაინის ომი. ამან გვაჩვენა და თუნდაც სომხეთის ესე უფრო ყარაბაღის თემატიკა, სომხეთ-აზერბაიჯანის თემატიკა. ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ უკვე ახალი ომი არის შემოსული, ახალი სტილი, სადაც არის გამოყენებული დრონების მართვა, დრონების ოპერატორები საერთოდ, რომელიც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ბავშვი, შეიძლება იყოს და სახლის ოთახიდან პირობითად მართავდეს რაღაც დრონს და არის როგორ შეიცვალა იქ $1000 დრონით შენ შეგვიძლია
2 მილიონიანი ტანკი გაანადგურო, ან რაღაცა 200 მილიონიანი ისა გაანადგურო, რა ქვია მაგას, ავიომზიდი გაანადგურო და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე თვითონ ადამიანის ყოფა და იარაღის ტექნოლოგია, ხო, შენ როცა დამოკიდებული იყავი შენ თვითონ ჯარისკაცის მანევრებზე და ასე შემდეგ, ამან თითქოს უკან ჩაიწია და შემოდი სიტუაცია, სადაც კომფორტულად დამჯდარი ბავშვი, ან ვიღაც, ბავშვი დავარქვათ, თუნდაც მოზარდს, რაღაცა 30 წლის კაცს თუნდაც, რომელიც ჩვეულებრივად აქედან ყველანაირი ემოციების გარეშე, გარკვეული აზარტით თავისთავად, მაგრამ ანადგურებს იქ რაღაცას სხვაგან. და ანუ ის თამაში გახდა, რაც ხელოვნური უკვე რეალურობაში გადმოვიდა. ჩვენი მოსახლეობა ხედავს სოციალურ ქსელებში ხშირ შემთხვევაში დადებულ კლიპს, ანუ rills მაგალითად, სადაც მაგალითად რომელიღაც უკრაინის ან რუსეთის დრონი მიდის და ჯარისკაცს ხვდება და ეს ჯარისკაცი გაყინული ამშეული თავს იცავს და ამას აფეთქებს მაგალითად რა და ეს ერთჯერადი რაღაც სიტუაცია არ არის, ცენზურა არ ადევს ამ ყველაფერს და გამოდის რომ კაცის კლა სულ ერთია მტერია თუ მოყარია თუ რა არის, კაცის კლა გახდა სრულიად უემოციო თემატიკა. ანუ რა ემოციის გარეშეც, მაგრამ დიდი აზარტით ის ბავშვი თამაშის დროს თამაშობდა აქ და ანადგურებდა იქ ტანკებს და სნაიპერს ამაშობდა და ასე შემდეგ. ეხლა ამ ყველაფერმა გადაინაცვლა უკვე დიდ არეზე, რეალურ ფიზიკაში და მთელი ამ დრონების ზომა, წონა, ძალა და ყველაფერი იმატებს ეხლა და ჩვენ ვატყობთ რომ უკვე დღეს ამ დღეებშიც რომ ირანი, ისრაელი და ეს ქვეყნები რო ერთმანეთს რო ბომბავენ, იქ ძალიან დიდი დოზა იმ დრონების, ანუ სარაკეტო ტექნიკის გამოყენება კი არ არის მარტო, არამედ დრონების გამოყენებაც არის, რომლის უკანაც ოპერატორი დგას როგორც წესი და ერთი ძალიან ცუდი მის განხსენება მინდა მომენტის, როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ხო? ერთ-ერთ ჩამოსულს ვეკითხები მოსკოვიდან ჩამოსულს რა ჩვენ მეგობარს, რომ ასწრებს და მეგობარს და რომ აი რა ხდება იქ იგზნობა ომი დაუშვათ და რაღაც არის არაფერი არ არის ესენი ხო შორიდან ხო ბომბავენო ერთმანეთსო და ამიტომ არანაირი განცდა იმის რომ იქ ადამიანი კვდება ან ადამიანური სენტიმენტების საერთოდ არ არის. ამიტომ აი ამ ცივილიზაციური ნახტომის დროს, როცა ჩვენ ჯერჯერობით, ესე იგი ვიგემეთ რაღაცა ხელოვნური ინტელექტის თემატიკა, ბოლომდე მას ჯერ არ ვანდეთ რაღაც თემატიკები, აუშვათ იარაღის გამოყენება ან არჩევანის გაკეთება, იქამდეც მივალთ როგორც ჩანს და მაგრამ თუ ასე თქვა თუ რაღაცა კაცობრიობამ აი ამ უბედურებიდან, კონფლიქტებიდან, კრიზისებიდან რაღაც გონიერი არ გამოიტანა და სხვას არ გადააბარა ამის არჩევა, დღესდღეობით აი ამ გარდამავალ ეტაპად ჩვენ თვითონ გამოვდგებით ადამიანები, რომლებიც აუშვათ რაღაც მომხვეჭელობა გვინდა ტერიტორიის რესურსების და პლუს ის რომ ის ადამიანებიც თუნდაც წანჭანჭიკები არიან, რომლებიც ჯერ პატარა თამაშებს თამაშობდნენ, ეხლა დიდ თამაშებზე გადავიდნენ და თან აი ესეთ სიტუაციაში, როცა თელი დედამიწა ის გარშემო ამდენი თანამგზავრია საკომუნიკაციო გაშვებული, ეს Starlink-ის თემატიკა გახსოვთ თქვენ რამდენიმე წლის წინ, ბევრმა ცაზეც კი შეამჩნია და რეკავდა კიდევაც, რომ აი ბევრი ვარსკვლავი ერთად არის. სინამდვილეში მთელი დედამიწა არის გადაქსელილი ამ სატელეკომუნიკაციო საშუალებებით და ექცეშტ მიწაზეც ყველგან ელექტროობის ქსელები ოკეანეში. აქედან გამომდინარე ადამიანი უკვე ვეღარსად დაიმალება ეს ერთი მაგრამ თვითონ დაქსელვა ფრონტის ეს არის იმის აუცილებლობა რაღაცა რომ იყოს ეს ფრონტი იმ კლასიკური გაგებით იყოს ეს დაქსელვა შეიძლება მოხდეს რა ვიცი აი ბავშვი საკუთარი ბავშვი არც იცოდე რა საკეთებდა და იჯდეს აქ თბილისში და რაღაც იქ რაღაცას აკეთებდეს ვიღაც ებრძოდეს და რატომ ამოყოლებს მას რა უკვე მწრის იდენტიფიკაცია რთულდება იმის და მიუხედავად რომ ეს კომპიუტერული სისტემების კვალის დანახვა კარგად შეიძლება უკვე აი თქვენ ხშირად გესმის რომ არსებობს მაინერები რომლებიც აქ რაღაც მაინინგს აკეთებენ და აქედან გამომდინარე ვიღაცა ფულს შეუღლობს ამისთვის იყენებს მდინარეს იყენებს ქარის რაღაცა გენერატორებს ენერგო რაღაც მოხმარებას ეწევა და რატო ახლა შენ ზიხარ გარკვეულ საკვანძო ადგილზე სადაც გადის კომუნიკაცია და ვიღაცისთვის რაღაც ინფორმაციის გადმოქაშვის სისწრაფეს და რაღაც უზრუნველყოფ ანუ საერთოდ სხვაგან ახარ და აი ესევე ნელ-ნელა ეს ცივილიზაცია მიდის იქითკენ რომ აი ეს ვირტუალური და რეალური იმდენად ირევა ერთმანეთში რომ ზღვარი არ იქნება ხო ადგილს არ იქნება აუცილებლობა რომ
მაინდა-მაინც ჩვენ თუ უკრაინაში ვიბრძვით, უკრაინაში ვიბრძოლოთ და იქ ვიყოთ. აღმოჩნდება, რომ აი ეს ქსელი თუნდაც იყოს ეს საომარი ქსელი, ან თუნდაც ტერორისტული ქსელი იყოს ისე გაბნეული მთელ დედამიწაზე, რომ ამის პოვნა ძალიან რთული იყოს და იყოს ეს შენიღბული და კოდირებული რაღაცითგან. და აი ხა ისევ ჩვენ და რატო ვამბობ? ხო. იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი იქით მიყვავს ეს ყველაფერი, რომ აი ეს ტექნოლოგიური ნახტომი, ფილმების რაც იდეოლოგია ასრული, ტექნოლოგიური განვითარების, თუნდაც ეს კომპიუტერული თემატიკის განვითარების, ხო? იქ უკვე იარაღის ეს იარაღი, რომელთაც ახლა კაცობრიობა იზრდის 80-იან წლებამდეა გამოგონებული რა, მაგრამ თუნდაც მთავარი თემა ეს არის ინფორმაციული ზემოქმედება, ხო? ხო, ყველა ფრონტზე მიდის. კი, იქ რობოტიზაცია, რობოტების გამოყენება, ჩართვა, მაგის გარდა ძალიან დიდი თემატიკა, რომელიც შეეხება ეს არის ფსიქოლოგიური იარაღი, ფსიქოტრონული იარაღი, ფსიქის მოქმედება და მისი მართვა, ესეც ახალი არ არის, ხო, ყოველთვის იყო ამის გამოყენების ცდილობები დაწყებული ხურუმების თემატიკიდან, როცა ხურუმა წინასწარ იცოდა დაბნელება და ამ დაბნელებას რაღაცაში იყენებდა, დაუშვათ ამთხოვდა და დამთავრებული იმითი, რომ დღესაც დაუშვათ, რომ ეს ინფორმაციული თემატიკა რაც არის, აი ინფორმაციის ნაკადების მართვა, ეს მართავს საზოგადოებას, საზოგადოების შიშით იმართება ეს ყველაფერი და აი ეს ყველაფერი რაც თუნდაც ბოლო 100 წლის განმავლობაში, 120 წლის განმავლობაში თუნდაც ფსიქოლოგიამ ნახტომი რაც გააკეთა, ეს ყველაფერი არის გამოყენებული კარგ შემთხვევაში მარკეტინგში, ცუდ შემთხვევაში ეს არის შიშის დანერგვა და მართვა, რევოლუციების მოწყობა, ომების მოწყობა, ახალი რესურსების გადანაწილება და აი ამ ბოლო პერიოდში თუნდაც 2017-დან თქვათ 20-ის ჩათვლით და ამ შემდეგ კარგად დაინახა საზოგადოებამ დაავადებების მართვის თემატიკაში, ამ შიშების თემატიკაში, აცრების და უბედურებების, რომელიც თუნდაც სხვა ფაზაში გადავიდა, აი ომი მოვიდა და ის გაჩერდა ის ფაზა. მერე ომი წავა და უშუალოდ შიმშილობა ან რაღაც ახალი რესურსების გამოყენება, ან თუნდაც წყლის გამოყენების რაღაცა ის წავიდეს ტალღა და ამაზე შიში და ხედავთ რომ სოციალურ ქსელებში ყველა ცდილობს შიშით გააკეთოს манипуლირება, რაც ზოგადად ანგრევს ადამიანს და კაცობრიობას და ამიტომ უსურვებ ჩვენ საზოგადოებას, რომ მეტად მდგრადი იყოს შიშების მიმართ. იმ მოლაპარაკე პირებს, რომლებიც აშინებენ ჩვენ საზოგადოებას ტელევიზორით ან დაუშვათ ინტერნეტით, უსურვებ, რომ იცოდნენ, რომ ყველაფერს აქვს თავის ზღვარი, ეს სამყარო, ეს ერი, თავის ფარველობით კონტროლდება ზემოდან და ზედმეტი არ მოუვიდეს ვინმე, იმიტომ რომ ეს კვალი სამყაროს ფარველის სიტუაციის კარგად ჩანს ზემოდან და რამე უბედურება არ მოვიწიოთ, იმიტომ რომ ყოველ ჩვენ სიტყვას და აქედან გამოცემულ სიტყვას არათუ ნუგეჟის, არამედ შეშინების თავის ზემოქმედება აქვს გარემოზე და ამ ზემოქმედებაში რომ ჩვენვე გვიტრიალდებოდეს მერე და ამას რამდენად ხედავთ, რამდენად არა მეორე საკითხი ამ მიზეშედეგური კავშირის, მაგრამ ეს კავშირები რეალურად მოქმედებს ერთმანეთს. ერკლი, აი ხა ამდენ რაღაცას შევეხეთ და ანუ რა მაინტერესებს, რომ ვახსენეთ, რომ ამდენი ომი არის და კონფლიქტის ზონა სხვადასხვა ადგილებში და ეხლა კიდე აქტუალური ანუ ახლები ჩდება, ხო? დედამიწა ესეთი დაქსელილი არის. ამდენი შიშის ფაქტორი არის, ანუ ესე ვთქვათ, ბრძოლა როგორც ფიზიკურად ხდება, ასევე მენტალურ დონეზე, ემოციურ დონეზე, ყველა საფეხურზე ესე ვთქვათ და ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ცოდნა რაც გვაქვს სიტყვაზე აი ეს ძალის ადგილების, რომ ოდნავ ეს სიტყვაზე დაქსელილი რაც არის, ეს პლანეტარული ველი უფრო განიმუხტოს. ან მე მაგალითად ეგეთი დაკვირვება მქონდა ერთი თვის წინ ვიყავი კვირას წირვაზე და ეგეთი რაც გავიაზრე, რომ ეხლა აქ რაც ხდება თქო, ეს ხომ თლიან საქართველოში ხდება თქო ეხლა და ანუ როგორ იწევს ქვეყნის ვიბრაციის დონე კვირა დღეს, რომ ყველგან ხდება წირვა, ლოცვა, გალობა, სასწაულია თქო და რა მაგარია, რომ აი ეს დღე აი იწევს ვიბრაცია და ეს საერთო ველში ამას ჩემი აზრით შეაქვს ძალიან დიდი წვლილი. ეს ერთ-ერთი იარაღი მგონია რაღაც ამ საერთო ველის განმუხტვის, მაგრამ გლობალურად რო ავიღოთ აი ეს ძალის ადგილები, ტაძრები, არ ვიცი ეს ენერგონაკადები, ანუ შენ როგორ ხედავ კიდე ამის რაღაც განმუხტვას, რომ ცოტა განეიტრალდეს ეგ რაღაც ტალღები რაც მოდის. ნუ ჩვენთან საზოგადოებამ ხო კარგად დაინახა რა არის ინტერნეტი, ხო ინტერნეტი არის გარკვეული ქსელი. რაც შეგვიძლია ჩვენ შევადაროთ ობობის ქსელს დაუშვათ და ეს ობობის ქსელი ერთგან რეაგირებს, გადაასცემს ინფორმაციას თელ ქსელზე. ესე ინტერნეტი
ჩვენ შეგიძლია ინფორმაცია გავცეთ, გამოცეთ. აი ეს მაგალითი თვითონ მივიყვანე, რომ მთელი დედამიწა დაქსელილია გარკვეული ძალოვანი ველებით და ეს ძალოვანი ველები ერთი ამ მთლიანი დედამიწის სტრუქტურის ნაწილია. და აქედან გამომდინარე ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ დედამიწა არის ცოცხალი ორგანიზმი. დედა გარკვეული გარკვეულ სისტემას ახევას, ანუ აქ აცხოვრებს ყველაფერს და ენერგიას იღებს მზიდან და უშუალოდ გარემოდან, ზემოქმედებს, მას ყავს სატელიტი და შემდეგ. ამიტომ ეს ცოცხალი არსება, იმიტომ ცოცხალი რომ იგი გრძნობს ბევრ ამას. როგორც სხეულია დაქსელი ნერვიული სისტემით. როგორც აი იგივე ის ინტერნეტი რაც ვახსენეთ, ხო? ეს ხომ იმსგავსება ადამიანის ცნობს, მიამსგავსოს რაღაც თავის ბუნებაში დანახულ მიკრობაკროპოს. აქედან გამომდინარე ეს მთელი ორგანიზმი ცოცხალია. იგი გრძნობს. აი არის კვანძები, სადაც თუნდაც ეს ძალოვანი, ეს ძარღვები, ეს ველები გადაკვეთავს ერთმანეთს და თუნდაც ჩვენი წინაპრები მსგავს ადგილებში ამ მსგავს ადგილებს საკულტო ნაგებობად იყენებდნენ, მერე იქ ნაგებობას აშენებდნენ, რომელიც თქვენ სწორედ ზანეთ, რომ იმის ფორმიდან გამომდინარე ის რეზონირებას აკეთებდა, ამძაფრებდა, ან მიმართულებას აძლევდა ამ ყველაფერს, ან ამ ძალოვან ველებს და ხოც გამაძლიერებლის ფუნქცია. მარტო ქართველებზე არ მომბობს, მაგრამ სოფლიოს იმას ამბობ, რა ქვია, სოფლიოს წინაპრებზე ამბობ, ხო? იმიტომ ერთი მინარეთში იყენებდა ამას, აძლიერებდა და რაღაც სხივით უშვებდა ზემოთ ამ ძალას. მეორე იყენებდა მაგალითად ბაზილიკის ტიპს აკეთებდა, რომელიც ირეკლავდა ქვემოთ უშვებდა აქ ენერგიასაც მლოცველებზე. მესამე ასევე რაღაც ჯვარ-გუმბათს აკეთებდა. მეოთხე ზიგურატებს აკეთებდა მთაში მაგალითად ან ტიბეტში ან სადმე თუნდაც ჩვენთან ხევსურეთში. და აქედან გამომდინარე მთელი აი ეს კაცობრიობა აი ესე უფრო დიდ კავშირში შედიოდა სამყაროსთან, უფალთან, თავისი ენერგიის აქტივიზებას აკეთებდა ესად ადგილებში, ხო? თუნდაც არ არის გამორიცხული, რომ პირამიდებს საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა. თუნდაც ამ ზიგურატებსაც გარკვეულ საკომუნიკაციო დამუხტავ საშუალებად, თუნდაც აი რაც თქვით თავიდან შეთხოვნა, რომ დამეხმარებთ ზოლაში და გადავრჩეთ და თუნდაც ჩვენთან, თუნდაც მთაში არის ეს ლაშარის ჯვართან დაკავშირებული ეს ლეგენდა, როცა ზურაბერის დააპირა და დაპყრობა იქ ავროპის, ვერ მოახერხა და მე ერთ-ერთმა გვარმა გასცა ეს საიდუმლოება და უთხრა თუ გინდა რომ ის კავშირი ის ოქროს შიბი დავარქვათ, ის რაღაცა ჯაჭვი დავარქვათ, ხო? სამყაროსეული, რომელიც აკავშირებს დედამიწას ზეცასთან, რომ გაწყდეს, უნდა წაბილწო ის ადგილი და მოხდა გარკვეული საკრალური ცხოველის, ესე ვთქვათ, მიარცხება სამის სისხლის კატაზეა საუბარი ამისი და მოხდა ის კავშირი გაწყდა და დღემდე ჩვენ მთაში დავდარდობთ იმაზე, რომ როგორ გაწყვიტა. აღდგენადი არ არის? არა, ხო და მაგას ვამბობ, ეს ყველაფერი არსებობს. ავისთავად აღდგენადია, მთავარი ის საზოგადოება სულიერად გაიზარდოს. თუნდაც აი ის კვეთა, სადაც იყო და სადაც ამ წმინდა ადგილებში იყენებდნენ, ეს იყო ხშირ შემთხვევაში ორი მდინარის შეერთების ადგილი. აი როგორც ცივილიზაცია აქ შუა მდინარეთში რაღაც დაირწა აკვანი, ასევე აი ამ მდინარეებს შორის კავშირში, რომელსაც ქართველები ხერთის ეძახობთ, ორივე მდინარის რაღაც, აი ისეთ ადგილებზე არის მთებში გარკვეული, ესე ვთქვათ, წმინდა ადგილები გამოყენებული და იგივე ზიგურატები აშენებული, რომ შეხედავთ, გადახურვას მისას ერთ-ერთში რაც ჩვენ ყორღანებიც ხომ მსგავსი. ხო, ნუ ყორღანები კი ცალკე თემა იყო, მაგრამ თვითონ ეს ზიგურატი, თვითონ ეს სალოცავი ადგილები რაც არის, ხო, იგი მსგავსია ზიგურატებისა, რომ ფილები, ქვები, ესე დალაგებული და რატომ ამბობ რა ამ ყველაფერს. ეს არის ძალის ადგილები, სადაც ადამიანის აზრი, აი ეს მთავარი ტვინი, მთავარი მამოძრავებელი და მონქმედი აქ ორგანო, აი აქ იქიდან გამომდინარე თუ რას ფიქრობს, როგორ კონცენტრირდება, როგორი პოტენციალი აქვს და პოტენციალი აქვს ჩვეულებრივი ადამიანის და იქ მისი შეშვება შეიძლება თუ არა სათუოა, თუ პოტენციალი აქვს იმ ხურუმის, იმ შეერთებული იმ ძლიერად ზეციდან, რომელიც თუნდაც აი ესეთ ადგილებთან როგორც სწორედ შეუძლია ამ რაღაც თხოვნა გააგზავნოს მისმა ორგანიზმმა შეიძლება იმ ენერგიას გაუძლოს და ასევე იმ ადგილმა მიიღოს თუ არა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ის ადამიანი მარტო ერთი თაობა არ არის, ის მთელი
იმ სულიერი ნაკადის წარმომადგენელია და თუნდაც რამდენიმე თაობაში რაღაც სულიერი საქმის გაკეთება, თუნდაც ფსიქიკას ამზადებს, რომ ამ ადამიანს თავში არ აუარდეს, ამ პარტავნება არ გაეზარდოს, მსგავსი ძალები და ძალის ადგილები არ გამოიყენოს რაღაცა ეგოისტური თავისი რაღაცისთვის მარტო ან სხვისთვის ზიანის მისაყენებლად. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ეს არის კაცრად მოწესრიგებული. ამ ყველაფერს უნდა დარგული მფარველობა, დაფარვა ამას ყველაფერი უნდა მობაჭირდება თუნდაც წმინდა ადგილს, რომ დაუშვათ შენ მას ემსახურებოდე, რომ მომსვლელი, წამსვლელი ყველა არ შედიოდეს, ვისაც არ შეიძლება ვისი შესვლაც, ან თუნდაც დღეს როცა ტურიზმია გაქანებული და ჩვენ ყველა სულ პატიჟებით მობრძანდით ჩვენ ქვეყანაში დაიარეთ, ამ ხალხს არავინ ასწავლის წესებს ქცევის და ამ ხალხთან იმიტომაც არის რომ ზოგიერთი ხატავს ესეთ ადგილებზე რაღაცას დააწერს და ახატავს და ზოგიერთი რაშება, ზოგიერთი რას და აქედან გამომდინარე ყველა ამ ადგილს უნდა ყავდეს თავისი პატრონი უნდა ყავდეს, მასპინძელი უნდა ყავდეს და ამის სწორი გამომყენებელი. მერე ეს ზალის ადგილები მთაში ეს რაც თქვით ეს ზიგურატების მაგვარი შენობები, წმინდა ადგილების მაგვარი წყაროების თუნდაც და ასე შემდეგ სულის წყაროს ვეძახით ასეთ ადგილებს კიდე. აი ამას ეს არის ერთიან კომპლექსში იმ საოცრებთან, რომელიც ბარშია, წმინდა ადგილებთან, რომელიც უხსოვარი დროიდან იყო გამოყენებული. თუ წარმართობის პერიოდშიც იყო გამოყენებული, მერე უკვე სახე იცოლა ქრისტიანობამ ეს ადგილები გამოიყენა სათავისოდ და აი ეს ტრადიცია მოდის წინა საუკუნის 10-იან წლებამდე მოდის მერე როგორც ჩანს აქ ისე საქართველოს დაპყრობა 20-იან წლებში და დახრეთ ამ ცოდნის მატარებლების დაკარგა ეს ტრადიცია. მერე ამ ტრადიციის დიდი ხანი ეს ტრადიციები იყო დაკეტილი და 80-იან წლებში მამამ დაიწყო კვლევა ამ ადგილების, გეოფიზიკა დაიწყო ამ ადგილების კვლევა, გეოფიზიკური კვლევა და პლუს იმ ძველი მეთოდის გამოყენება, რომელსაც ჩვენ ბიოლოკაციას ვეძახით, ეს არის ვაზის სტოს საშუალებით ენერგიის ძიება, პოვნა და ასე შემდეგ. არ ვიცი ეგ როგორ ხდება. ეს არის უძველესი მეთოდი, რომელიც არის, აი მაგალითად, მშობლიურო ჩემ მიწა, ესეთი ფილმი რაიკომის დივანი, სადაც იქ არის აღწერილი, როცა მამა მოდის და ვაზის სტო უჭირავს ორი ხელით და ვაზის სტო სადაც აიწევს, იქ წყალი ამოდის, წყალის წყაროს თხრიან და ამაზე მონაცემები გვაქვს, რომ 40-იან, 50-იან წლებში ჩვენი ცნობილი მოღვაწეები, გვარები არ მახსოვს უბრალოდ ეს არის შუა აზიაში პოულობდნენ ესე წყაროებს და გამოდის თუ არსები ერისთავი იყო ბატონი ერთი რომელიც ესე ეცებდა და იყენებდნენ ამ ცოდნას. გერმანელები იყენებდნენ ამ ცოდნას. მამას გერმანელი ოფიცრისგან ჰქონდა ნასწავლი ეს ტყვეები რომელიც იმას კინოსტუდიას ამუშავებდნენ იქ მამა კონტაქტში იყო მასთან შესული მამა პატარა იყო მაშინ და მას ასწავლეს როგორც ვიცი ბიოლოკაციური მეთოდი და ევროპაშიც ეს ცოდნა იყო შემონახული და აი ამ ცოდნით იწყებს ეკლესია მონასტრების შესწავლას მამამ წმინდა ადგილების შესწავლას ერთი წიგნი რაც მოახერხა დაბეჭდა სადაც ტექსტი არ არის მაგრამ ნახაზებია გაკეთებული თუ ეს აი ეს გეომეტრიული ფორმები ეკლესიის როგორ არის დასმული იმ ძალოვანელებზე წარუდგინა 93 წელს თუ არ ვთქვი 93-ში პატრიარქს 13-14 წლებში პატრიარქთან წარადგინა და ნუ პატრიარქის და მამას თხოვნა იყო ესეთი რომ მაშინ იწყებოდა მშენებლობა ტაძრების ჩვენთან და ერთ-ერთ ტაძარზე თხოვ ანუ იქ არ ააშენონ царილ ადგილას ეს რადგანაც მადლი არ აქვს და ეს როგორც ჩვეულებრივი ნაგებობა იქნება და პატრიარქის ეს თქვათ განმარტება და ესეთი კურთხევა ესეთი იყო რომ ეს ხალხიო 70 წელი იყო საერთოდ მოწყვეტილი ეკლესიასო და ამიტომ ამას დაიწყეს უკვე ეს მშენებლობა და ამ პროცესს ვერ გავაჩერებთო მაგრამ სულიერების ნაწილი მოვაო მერეო შემდეგი ნაბიჯი მერე შემდგომი ეს მერე შეიძლება იყოს ერთი დღე შეიძლება იყოს 10 წლეულები და მაშინ რაღაც გულის ტკენით მამა იხსენიებდა ამ მომენტს რომ იმიტომ რომ მე მოყვენა ეკლესიების მშენებლობა საათ შეიძლება და საათ არ შეიძლება ყველგან აშენეს ეკლესიები და მამაც რაღაც გულის ტკენით იყო რომ ვერ მოხერხდა ამ პროცესს ესე გაჩერება და თუნდაც ის ძველი ეკლესიების აღდგენით რომ დაეწყოთ ეს საქმე და რამე ძველი ეკლესიები არის ეგეთ ადგილებზე უკვე აშენებული ხო უმეტესობა ძველი ეგრეა ასეთ ადგილებში აშენებული და ეს მიგდებულია ზოგიერთი ტყეებში ზოგიერთი თბილისის გარშემო ზოგიერთი საერთოდ საქართველოს მიგდებულია და
ეს ეკლესიები ითხოვს აღდგენას, ამათი პროცესი და ეს ითხოვს გამოცხადებების მაგაზე სასწაულებს. სერიოზული სამუშაო ხო, არის ამიტომ ეს შესაძლებელი. ამაზე თუნდაც რაღაც ეს თუნდაც ეს საუბარის ნაწილი დაუთმეთ ძალიან კაი არის პერიოდია მოსული, იმიტომ ეს ითხოვს ეს ენერგოსისტემები ითხოვს პატრონაჟს, ლიტურგიის ჩატარებას, სიმღერას, სასიცოცხლოდ გალობას. მნიშვნელოვანი კი, არის. და ამ დროს ჩვენ ბევრი ცარიელი აზარი ვაშენეთ და მეც როცა ვიზდებოდი, რა მე ჩემი სპეციალობა არის პირველად ისტორია, რელიგია, ქრისტიანული კულტურა. სულხან საბას მეორე გამოშვება ვარ მე ამ ფაკულტეტის და ყოველთვის გულის ტკივილით ვამბობდი რომ აი რა უბედურება ამდენი ცარიელი ტაძრების აშენება ამან გამოიწვია ის რომ თუნდაც ჩვენ რა ვაშენებთ ან ტაძრებს ვაშენებთ ამავე დროს სხვა რელიგიის წევრებმაც მოინდომეს აშენება და დაიწყეს ამათაც მშენებლობა თავთავის ტაძრებისთან დიდი რაოდენობით და ამ პროცესს ვერ ვაჩერებთ და ამიტომ ამის გამოსავალი არის თუნდაც ისტორიული ტაძრების აღდგენა და ახლის ცოტა ხანი შეშერება, რომ ისეთი რელიგიური ნაკადი სხვა ქვეყნებისაც რომ რაღაცნაირად გაკონტროლდეს და არ აშენეს. ხო, ვერ ეტყვი არ ილოცოთ. და აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ძველი ტაძრები ითხოვს შენებლობას, სასწაული ამბები ხდება და ხდება გამოცხადებები ხალხში და ესენი ითხოვენ რომ აღდგენა მოხდეს, მაგრამ იმის გამო რომ იქ ნასოფლარია იქ არ არის მრევლი, ის მრევლი დაუშვათ ვერ მოიტანს რაღაც შემოსავალს, ესეთი ადგილების ამოქმედება იშვიათად ხდება ხოლმე და ყურადღების ცენტრში არ არის. და ეს თან ისეთ ქვეყანაში, სადაც იყო ყოველთვის რელიგიური მიგრაცია ხდებოდა, აქეთ-იქით მიგრაცია რა, პილიგრიმობა, ანუ ამ ლოცველთა წასვლა-წამოსვლა ხდებოდა და აქედან გამომდინარე, მეც თვითონ ამბობდი იმას, რომ რა უბედურება, რატო როცა შეიძლება მოხმარდეს აი იმ ტაძარს, იმ ძველ ტაძრებს აღდგეს იქ ნასოფლარი, იქ კომუნიკაცია მოეწყოს და იმ ადგილების ათვისება დაიწყოს, მათ შორის სასაზღვრო ზოლებში ამ ყველაფრის გაცოცხლება მოხდეს. ამის ძალიან კაი კომაგი იყო ბატონი ვალერი ჩხეიძე, ის იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც შემოკრიბა ისტორიკოსები, მღვდლები მათ შორის და მან დაიწყო ეს პროგრამა 2002 წელს აკეთებდა ამას. მეც მცირე რაღაცა ესეთი კავშირი მქონდა ამ ჯგუფთან, რადგანაც ჩემი მასწავლებელი იყო ვალერის ბიძა, არჩილ ჩხეიძე ისტორიკოსი და აი არჩილიდან კიდე აქ სხვადასხვა მხრიდან იყო ჩემი კანდიდატურა იყო წარდგენილი როგორც ადამიანის რომელიც ჯარმოხტილი იყო და პლუს სასულიერო თემატიკასთან ახლოს იყო და აი ესე როგორც საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან კურატორის ყოფილიყავი აი იმ თემატიკის რომელიც ეხებოდა საზღვრის სანაპირო ზოლებში ეკლესია მონასტრების და მოწყობის რატომ ამბობ ამ ყველაფერს რა აი დარდით ვამბობდი რომ ეს ვერ განხორციელდა ყველაფერი მაგრამ სამაგიეროდ იბეჭდება ახალი ეკლესიები და ბოლოს უკვე 2018-19 წლებში გარკვეული ცოდნა რომ მოვიდა მეტი და დავიწყე ამ ხალხის შესწავლა ამ ხალხის ფსიქიკის სულიერი მხარის შესწავლა დავიწყე და ამ შემდეგ მივხვდი რომ პატრიარქი ჩვენი მესაჭე მაშინვე 93 წელს მამას რო უთხრა რომ დრო ეხლა მოვიდა, ну პირობითად ეს გამოვიდა, რომ ჯერ ხორციელი ტაძრები შენდება და მერე სულიერების ნაწილი მერე მოვა, ხო? აბსოლუტურად მართალი იყო. იმიტომ რომ ამ ხალხის, რომელიც 70 წელი არ იყო რწმენასთან ახლოს, ღმერთთან დაცილებული იყო, თუმცა რაღაცეებს კარგად აკეთებდა, თუნდაც პარტიული რაღაცა სისტემა გადაკოპირა დაუშვათ სახარებიდან. ხო და ისე აწყო ყველაფერი პანთეონი ესე აწყო თავის ზეკას და შემდეგ რაღაცეებს აკეთებდა მაგრამ ღმერთის გარეშე უნდა ამის გაკეთება ყველაფრის აი ესეთი საზოგადოება რომელიც არის დაძაბული რომელიც მოყვა რაღაც კრიზისულ თემატიკაში რომელიც ჩამოიშალა პიროვნულად და ახლა ჩამოიშალა ერთი სისტემა მეორე ჯერ ვერ ავაგეთ აი ესეთი საზოგადოება რომელიც ყოველ წამს მიტინგებს უბედურებას რაღაც ემატყებას ერთმანეთში გახლეჭილობას გენერირებს ამ საზოგადოების ამ წმინდა ადგილებზე მიშვება არ შეიძლება და ამიტომ ჯობია მართლა ჯერჯერობით ცარიელ ტაძრებში ილოცონ და მათი ერთეულები რომლებიც გამოვლენ ამ მდგომარეობიდან და მასიური კულტურის გამოვლენაზე მოვლენებიდან გამოვლენ
მასიური მრევლობიდან გამოვლენ და დაიწყებენ ინდივიდუალურ ღირსებას, გამოღვიძებას, სულიერებას და პირველ რიგში ეს ყველაფერი თხოვს პიროვნულებას, რომელიც იწყება საკუთარიდან და თავიდან და დალაგებას ამ პროცესების, ფსიქოემოციური პროცესების, ენერგეტიკული სულიერი პროცესების. აი ესენი მერე დაუშვათ იგივე იმ ტაძრების აღდგენები, ამ ტაძრების მომსახურენი, ამ ტაძრების მომფერებლები და იქ მლოცველები გახდებიან დრო უნდა გავიდეს ეს რაღაცა. პროცესია მოსული, რომ ნელ-ნელა აი ამ ხალხიდან, ამ მასებიდან, რომელსაც სუსურვილია გაიყონ და ერთმანეთს ებრძოლონ, ნელ-ნელა იწყებს გამოღვიძებას თითეული და ესენი ეძახიან ამ სულიერს და აი ამ სულიერი ამ ხალხის, რომელმაც უკვე იციან პატივისცემა საკუთარი თავის მოყვას ის მტრებს აქცევენ მოყვარეთ, რომელიც ღმერთს პატივსცემენ, რომელიც ამ სამყაროში მეტად ქრისტიანულად ცხოვრობენ. ნებისმიერ ძალას პატივსცემენ და მინიმუმ გინებას არ დაუწყებენ, თუნდაც მტერს. აი ეს ხალხი, ამ ხალხის შეშვება შეიძლება მე იმ ძველ ადგილებზე, ენერგიის ძალის ადგილებზე და აი ამ ეს ხალხი უკვე იმ თითო კაცის ნალოსის კი მოქმედებს გარემოზე. რატომ ამბობ რომ მთელი ენერგია სისტემა რაც არის დედამიწის ერთიანია, როცა აგზნება იმატებს ყველგან, ხო? როცა აგზნება იმატებს ყველგან, ქარიშხალია ყველგან და არის ხანძარი ყველგან, საკმარისია ერთ ადგილზე დაიწყოს დალაგება ამისი. მეტაფორულად ბატონი ვაჟა მანგოშვილი ამასინათ იყვებოდა რომ აი სახარის ერებისეული თემატიკა როცა იესო ნინევიაში მიდის, ნავში ჩაეძინება უფალს და ამ დროს ქარიშხალია უბედურებაა და იქ უფალი როცა გამოიღვიძებს, ილოცებს, მშვიდდება ყველაფერი. ანუ მთელ ამ ენერგოსისტემის გარშემო როცა არის ომები და უბედურება, ქარიშხლები, საკმარისია თითო წერტილზე მაინც გაიღვიძოს იესო, ამას ვამბობთ სისტემა, ეს ამას ვამბობთ ესე ვთქვათ ინსტრუქციამ, ადამიანობის ინსტრუქციამ, მშვიდობის ყოფილობის ინსტრუქციამ, ხო? დაალაგე საკუთარ თავთან ენერგიულ განწყობებით და მდგომარეობა მოყვასთან და შემდეგ და თავარია ერთ ადგილას მაინც საკვანძო ადგილზე გაიღვიძოს, ეს მერე გადასცემს ჯაჭვური რეაქციით გარშემო ყველას და იქ გაიღვიძებს ვიღაც ახალი. კაი ვირუსებით მოედება. კი ბატონო და ესე მუშაობს ეს თავიდან მაგალითად ამისი შემსწრენი გავხდით როცა გარკვეული ათეიზმის პერიოდი იყო, არ ვიცოდით რა ხდებოდა, სახარება არავის არ ქონდა და საკითხული და 88-87 წელი იყო, ერთ-ერთ ოჯახში ატყდა თვითგაალების თემატიკა. მამამ რო დაიწყო შესწავლა, იწვოდა ყველაფერი და იქ დააკვირდნენ რომ მაგიდა თუ იწვის, საკმარისი იყო ერთ ადგილზე მაინც მიგებკურებია წყალი და ეს ცეცხლი იყო ცივით ანაგე. ადამიანს არ წვავდა, მაგრამ წვავდა ბუგავდა ყველაფერს. მაგრამ საკმარისი იყო ერთ ადგილზე მიგებკურა და ჩაგიქრო ეს ცეცხლი მთელ მაგიდაზე ქრებოდა ცეცხლი ხოლმე. ანუ მაშინ ამის გაანალიზება რომ მოხდა და ეხლაც უკვე ამ ყველაფერს რო იხსენებთ, აღმოჩნდა რომ აი ამ დიდ კონფლიქტის ზონაში საკმარისია ერთი რაღაც წერტილი, ერთი ადამიანი, ერთი სახელმწიფო, ერთის დაალაგდეს და ამან მშვიდობის ყოფილი მშვიდი რაღაც ღვთაებრივი პოზიცია დაიჭიროს, იმ დანარჩენ ცეცხლს და უბედურებას ახშობს. ხო, უკვე საერთო-ველში აქვს. ამიტომ ჩვენი როლი ამ სიტუაციაში ეს არ არის მარტო ის, რომ ჩვენ ვიამაყოთ, რომ ჩვენ ვარ წილხვედრები, ხო და ამით ამბიცია გავზარდოთ, ან ვიძახოთ, რომ მართლმადიდებლები ვართ. ხო, ცხად უნდა ვყავთ პროექტი. ეს ამისი განხორციელება უნდა მოხდეს, განხორციელების შემთხვევაში ჩვენ უნდა დაულაგდეთ, ანუ ქრისტიანულმა მოიქცეთ. ჩვენ უნდა დაულაგდეთ. ერთმანეთთან სასაუბრო ის უნდა გავხსნათ დიალოგი, კი არა მარტო მოფერება, სიყვარული, ადამიანობა და არამტრობა ერთმანეთის. მტერთან უნდა დავიწყოთ მოყრული რაღაც დალაგების თემატიკები დავერწყოთ, ღმერთთან დავალაგოთ სიტუაცია, სახელმწიფოებთან, რეგიონებთან და ისეთი პოლიტიკა დავიჭიროთ დღესდღეობით, თუნდაც რომელიმე ერთ ხარეს არ წავიდეთ. უნდა პირიქით უნდა მივხვდეთ რომ ძალიან დიდი რამე გვაქვს, როგორც ადამიანში არის ძალიან დიდი რამ ჩადებული ღვთაებრივი სული, ესევე ჩვენი სული გვაქვს, სხვა ერებს თავის სული აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთაებრივი თემატიკაა და ამ დროს გავიხსენოთ ის რომ საქართველოს ძალიან საკვანძო
როლს თამაშობდა მთელი ისტორიის განმავლობაში, თავის გენით, თავის პიროვნებებით, თავის გენიით, რომელიც აკტრიალებდა და ყველაფრით, აქედან გამომდინარე, დღესაც იმის და მიუხედავად დაჩაგლურულები ვართ, დანგრეულები ვართ, შემცირებულები ვართ, გაყიდული გვაქვს ყველანაირი რესურსი დაკარგული გვაქვს, ის თავარი სული აქ არ არის ჩაგლული და საჭიროების შემთხვევაში მასზეც აღვიძებს. თვით ორგანიზების უნარი აქვს ამ ყველაფერს და მას არა მარტო თავისთვის, არამედ სხვისთვისაც მოშინდება მოიტანოს კარგი მან, ანუ ამ ერმა, აქედან გამომდინარე, დღესდღეობით აუცილებლობა რომ დავშვიდეთ, დავლაგდეთ, შეიკრას რაღაცა ზოგად ადამიანური თემატიკა დაიზრას, არანაირი ფაშისტური, არანაირი ჩვენ ვართ მარტო და ესეთი მომენტები არა, არამედ პირიქით ზოგად საკაცობრიო აი ამ ჯაჭვში და ფერხულში თავის როლის დანახვა და მოდი აბა ვის რა ვარგო, რა კავშირები გამოვნახო, როგორ უბიძგო ამ ხალხს მშვიდობისკენ, როგორ ვიქადაგო მშვიდობა, იმიტომ რომ კუნთებმა გვანახა რომ კუნთების ჩვენებამ და დაშინებამ ვიღაცის და მზადებამ და ამზადების ჩვენებამ არც ერთ ქვეყანას ჩვენ გარშემო არ მოუტანა კარგი და აი ომის რიტორიკამ არ მოუტანა კარგი, ამიტომ ჩვენ ის უნდა გავაღვიძოთ ჩვენში რაც არის ეს მშვიდობის ყოფილობის თემატიკა, ეს არის ზოგად ადამიანური თემატიკები და ამ თემატიკებით შემოვიტყუოთ სასაუბროთ ჩვენ გარშემო ყოფი ხალხი, რეგიონალური ხალხი, ჩვენგან წასული, რომლებიც არიან თუნდაც ისრაელში ვინც ცხოვრობენ, ჩვენი ქართველები ხო, ჩვენი ებრაელი ქართველები, იქით რაღაცა, აქედან რაღაცა სამშვიდობო და მეგობრობის ხელი გაუწოდოთ. ჩვენივე ქართველები, რომელიც 400 წლის წინ გადახვეწეს ირანში და იქ არიან და თუნდაც ირანის გამოსვლების დროს ძალიან ბევრი დაიღუპა ჩვენი გურჯები იქ ყოფები. ჩვენი ქართველები, რომლებიც აგერ არის რეგიონალური მოთამაშე, რომელიც თავის რაღაც როლს აქტიობაში ხედავს და ელოდება იმ პერიოდს, როცა ეს დიდი უწესო თამაში ან რაღაცა მკაცრი თამაში წავა, რომ თავისი ადგილი იპოვოს. იქაც ჩვენი გენის პოვნა და საერთო ენის გამონახვა. ჩვენი ესევე გენის პატრონები და ესევე გენს გულისხმობ არა თუ რაღაცა ფაშისტურად, არამედ ეს არის აზროვნების და იმის ფორმას გულისხმობ უბრალოდ და რაღაც კავშირებს თუნდაც გენეტიკურს ადამიანებს, ხო? თუნდაც ჩრდილოეთში ყოფი ესეთი ხალხი და ყველა მიმართულები, თუნდაც რეგიონში აქვე ჩვენი ძმები, რომლებიც მაგალითად აგერ სომხები ხო, რომელიც რამდენიმე 1000 წელი ერთად ცხოვრობდა, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. იქ აზერბაიჯანული ტომი თუნდაც ჩვენ ტერიტორიაზე რომელიც ცხოვრობს, რომელიც ნაწილი დაუშვათ შეიძლება ირანული წარმოქმნის, ან ნაწილი შეიძლება იყოს საერთოდ სხვა, რომელიც მოსული აქვს თუნდაც დავით ახმაშენებელმა ყივჩახების სახით ჩამოასახლა და აქ გაბნეულები არიან და ყველას ერთ სახელს ვეძახით დაუშვათ, როცა ეს არა სხვადასხვა წარმომავლობის არიან და ისინი არიან გაცილებით უფრო ადრე ჩამოყალიბებული, ვიდრე რაღაც სახელმწიფოები კიდე ჩვენ გარშემო და აქედან გამომდინარე ჩვენ გვიწევს ახლა პერიოდი მოგვიწია გონიერების, რომ აი ეს ყველაფერი ამოქმედეს, რომ მე ეს გონიერი ადამიანი და საზოგადოება მოქმედებდეს გარემოზე და თუნდაც იმოვებს და კონფლიქტებს ახშობდეს. თორე სხვა შემთხვევაში ის ძველი საფეხური საზოგადოებრივი განვითარების, რომელიც იყო სახარებამდე, ხო, ეს არის თვალი და კბილი ის ხედავთ რომ ეფექტური არ არის. 10 წლეულები, 100 წლეულები და 1000 წლეულები სუერთ და იგივე შეცდომებს და სუერთ და იგივე დაძაბულობას ამრავლებს და დღესაც რასაც უყურებთ კონფლიქტს, რაც რომელიც მიმდინარეობს, ეს დღეები ზუსტად იმ ძველი კონფლიქტების გამოძახილია, უპატიებლობის, მიუღებლობის ერთმანეთთან და ამიტომ ის საფეხური, რომელსაც ჩვენ ქრისტიანობას ვეძახით, ეს არა მარტო რელიგიური რაღაც მიდგომაა და რაღაცა. ხო, პრაქტიკულად შეიძლება ყველგან გამოიხატოს. პრაქტიკულად გამოყენებადია მიუხედავად იმისა თუ რა რელიგიის ან აწარმოების არის ადამიანი. თუ იგი მიიღებს ამას, რომ დაალაგოს თავის თავთან ურთიერთობა, მოყვასთან, მტერთან, მეყვარეთ, ანუ უარყოფითი შეცვალოს დადებით ფაქტორად და დაალაგოს ურთიერთობა ღმერთთან, გარემოსთან, ის შეიძლება უფრო მეტად ქრისტიანი იყოს, ვიდრე შემოსილი ადამიანი, რომელიც რამდენი ორ ჯვარს რაღაცას ატარებს, ხო, პანაღირებს ან ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკული ქრისტიანობის დრო მოვიდა დედამიწაზე. ამიტომ აი ამ პრაქტიკული ქრისტიანობით შეიძლება ძალიან კარგი ადამიანური კავშირების და ზემოქმედების მოხდა. და ახალი სამყაროს შექმნა, შენ რასაც ახსენეს, რომ ნოოსფერო ეგეც მაგასთან არის გარკვეულწილად კავშირში ყველაფერში. ახალ სამყაროში არავინ შეგიშვებს იმ ძველი აგრესიებით. იმიტომ რომ სამყაროს პარადიგმაა შეცვლილი, ომები აღარ შეიძლება.
არაადამიანობა არ შეიძლება. იმიტომაც უფალმა თავის შვილი, ხო, აქეთ იმიტომ გამოაგზავნა 2000 წლის წინ, რომ შემზადების პერიოდი ყოფილიყო, რომ გლადიატორების მერე დაუშვათ იმ პერიოდის მერე, ხო, როცა თუნდაც იმ პირველ ქრისტიანებს ლომებს აჭმევდნენ და ასე შემდეგ, ის საზოგადოება უცებ ვერ გახდებოდა ჰუმანისტი საზოგადოება, ვერანაირად და რაღაცა იმებზე რა ქვია, კოსმოსზე მოალერსე და ასე შემდეგ, ხო. ამიტომ აი ეს საზოგადოება რომ გადმორთულიყო, იყო ეს ძალიან რთული 2000 წელი საჭირო და სულ ომებით და სულ უბედურებებით მახასიათებელი და იყო პერიოდი, თუნდაც ევროპაში, ხო, ეს ასლოვანი ომები და უბედურებები და შუა საუკუნოვანი თემატიკა, როდესაც ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს პერიოდია, სადაც საერთოდ ღმერთი არ იყო, ხო, ან ღმერთმა დაისვენა. სინამდვილეში არავის არ დაუსვენებია. უბრალოდ თემატიკაა, რომ ეს საზოგადოება თავის აგრესიით, თავის ჯვაროსნული ომებით და ჯვაროსნული ომებიდან გაგახსენებთ კიდე ყველაზე საცილდაობას, რაც იყო, ეს არის ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობები, როცა საერთოდ ყველაზე დიდი 15-13 წლის იყო. როცა მათ წარმოდგენები ჰქონდათ, რომ იერუსალიმში მხოლოდ წმინდა გულის ადამიანები შევლენ და მთელი არისტოკრატიის ბავშვები შეწირვა მოხდა მაშინ აი ესე ჯვაროსნული ომების დროს. ამიტომ ეს ომები არ არის ცივილიზებულობის მაჩვენებელი. ეს ომები თავისთავად წინ წევს ტექნიკურ განვითარებას, რაც თქვით, მაგრამ ტექნიკური განვითარება არ არის დედამიწაზე, ან სადმე დაუშვათ, ცხოველ ყოფილობაში რაღაც სიტუაციაში ცივილიზებულობის მაჩვენებელი, იმიტომ რომ შეიძლება კონდეს რაღაცა ძალიან განვითარებული გაჯეტი, მაგრამ ამისი შემაკავებელი ფაქტორი ზომიერება არ კონდეს და იქ რაღაც პასკვილებს წერდიან, თუნდაც ჩვენი საზოგადოება, რომელიც იყენებს Facebook-ს, კომენტარებს რო გადახედავს, მიხვდება, რომ აი ამ კომენტარების უკან არათუ ძველი, ანუ ძველი აღთქმისეული საზოგადოება დგას, არამედ საერთოდ დეკლასირებული და საერთოდ განადგურებული და ყველანაირი წეს მომსპარი საზოგადოება. რომელიც არის ის არც დავიწყებულია გეგონება ყველაფერი. და ამიტომ განვითარება ტექნიკური არ არის განვითარების მთლიანი განვითარების მაჩვენებელი. ეხლა მთავარი თემატიკაა, რომ კაცობრიობას ეყოს ჭკუა და გონება იმისთვის, რომ დაიწყოს თუნდაც აი ამ წუმპის და ამ უბედურების ძმაზე წასulis, რომელიც არა მარტო რაღაც სლავურ სამყაროში ხდება, არამედ თელ დედამიწაზე ხდება, ჩვენ ხედავთ და ის არის დასაწყისი კიდე ამ კონფლიქტების და დაიწყოს ამის გაანალიზება და აქედან რაღაცა ძალიან როცა გაუჭირდებათ, მე შეიძლება მივიდან იმ დონემდე, რომ მოდი რა საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ და აღვადგინოთ ურთიერთობითი წესი ერთმანეთთან, ღმერთთან, ყველაფერთან და დღესდღეობით ამ წესების დარღვევას და რღვევის პერიოდს ხედავთ ყველა მიმართულებით, როგორც ეს არის პოლიტიკური რაღაც შეთანხმებები და რაღაც სამართალი და ასე შემდეგ, ასევე ნებისმიერი მორალური თემატიკები და აქედან გამომდინარე ეს პროცესია, რომელიც არის ჯერჯერობით გაქანებული მატარებელივით მოდის ეს ყველაფერი, ამას ჯერჯერობით ერთი და ორი ადამიანი ვერ გადაუდგება, თუმცა ეს წმინდა ხალხი, რომელშიც არის ახლა ჰუმანიზმის მომენტი, შემოქმედების, პოეზიის, იმის კივიან, ყვირიან ამ ყველაფერს გააჩერდით, ნუ ჩამდეთ მანეს, მაგრამ ამათი ხმა ჯერ არ შეისმინება. და აქედან გამომდინარე კაცობრიობამ თავის ლოგიკური რაღაცა დაქანება და რაღაცა გრევის პერიოდი უნდა გავიდეს, რომ მერე მაინც ჩართოს გონიერება და გამოვიდეს რთული პერიოდიდან, დაიწყოს წესების, ურთიერთობითი წესების დადგენა, ადამიანური წესები წამოწიოს წინ და მიხვდეს, რომ თუ არა ესეთი პატივისცემითი ურთიერთობა ერთმანეთთან, თავისთავთან, სამყაროსთან, ღმერთთან, ხალხთან, თუ რაღაცა სხვა ალტერნატივა არ აქვს კაცობრიობას და მანამდე ჩვენ სამ აი ესეთი ინერცია, ესეთი ბოღმით უბედურებით ჩვენ ვცდილობთ სხვა პლანეტების კოლონიზაციას, არავინ ამის უფლებას არ მოგცემს რა და თუნდაც ამიტომ ამბობ, რომ ძალიან სახიფათოა იმ ქვეყნების სიტუაცია, რომლებიც ეხლა ცდილობენ თუნდაც სხვაგან გასვლას, თუ ზუსტად მსგავს სიტუაციაში ჩვენ ვიყავით. ის საბჭოთა კავშირი ვიყავით თავის ამბიციებით, კოსმოსური თემატიკებით და კოსმოსური ომებით დაგვანგრიეს, ამაზე იდეოლოგიით და რაღაც აქტივიზაციით და ფილმების გადაღებით და იმ გრევამ ქვისხანამდე მოიყვანა საზოგადოება. დღესდღეობით საზოგადოება თუნდაც პოსტსაბჭოურ გარემოში ან თელ დედამიწაზეც რომ ეს ხალხი ხო დაიქსახსა ყველგან ითხოვს რაღაც ახალ მიდგომებს, ახალ რაღაც გონიერებას
და ამ ახალი გონიერებით იმ ყველა რესურსის გამოყენებას დაწყებული წმინდა ადგილებიდან დამთავრებული თუნდაც რაღაც რესურსებით, რომელიც შეეხება რაღაც ალტერნატიულ ენერგეტიკას, ან წყლის რესურსებს, ან ასე შემდეგ, რომ კაცობრიობამ ეს ყველაფერი მოიხმაროს კიდე რამდენიმე მილიონი ან 1000 წელი ან რაღაც ბევრი ცხოველს გამოწვევები და გვაქვს წინ, იბედნიეროს. და აი ესეთი დალაგებული, პიროვნულად გაზრდილი საზოგადოება მერე კი ბატონო წავიდეს კოსმოსში და გააკეთოს იქ თავის კოლონიები თუ რაღაც კარგი გააკეთოს თუ რაღაცა ოღონდ კარგი შეიტანოს, მაგრამ როგორც ჩანს კაცობრიობას ჯერჯერობით დიდი გზა აქვს გასავლელი ამ ყველაფრისთვის. ხო, ერეკლე, მადლობა, მე მგონი მივადექით რაც ლოგიკურ დაგვირგვინებას ამ საუბრისას. ხო, იმიტომ რომ ამისი ეფემერულად საუბარი მარტო წმინდა სიტუაციაზე, როცა აქ ჩვენს გარშემო რეგიონში ომი არ გამოვიდა. ამ საუბრით ჩვენ შეგვიძლია რაღაცა იმედი მივცეთ საზოგადოებას, რომ იმედი ყოველთვის არის. არსებობს ფარველობა, არსებობს გონიერება. ხო, მარტოები ხო არ ვართ ამ სამყაროში, უფრო მაღალი განზომილებები არსებები და თან ერთმანეთზე ზემოქმედებით ხოლმე. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. მეც ეგრე მგონი, ერეკლი გაიხარე, უღრმესი მადლობა. მეგობრებო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად უყურეთ ამ პოდკასტს. მომავალ შეხვედრამდე.